საღამომშვიდობისა, მიხარია საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თქვენთან შეხვედრა. გადაცემა 360 გრადუსის სხვათა შორის საიუბილეო სატელევიზიო სეზონს იწყებს. მეათე წელია, რაც ეთერში გადის უკვე გადაცემა 360 გრადუსი. შევეცდებით რომ გავამართლოთ თქვენი იმედები. მადლობა მინდა გითხრათ რომ გვირჩევთ ჩვენ, ირჩევთ ჩვენს გადაცემას და რაც მთავარია გვენდობით. წერილების პოლიტიკა, ან თუ გნებავთ პოლიტიკა წერილებით, მათგან ერთი ვაშინგტონში გაიგზავნა, მეორე კი ბრიუსელში. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი ცნობილია და ოფიციალური თბილისის სურვილიც ნათლად დაუფარავად იკითხება, როგორმე აღადგინონ და დაალაგონ არეული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ოცნებისგან გაგზავნილი წერილების საპასუხოდ ტრამპის ადმინისტრაცია დუმს. დუმინიკი ამ შემთხვევაში შესაძლოა კარგის მომასწავლებელი სულაც არ იყოს. ამიტომაც ღელავს ქართული ოცნება და ვაშინგტონთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან აღდგენას პრინციპულად მნიშვნელოვანს უწოდებს. კიდევ ერთი წერილი ქართული ოცნებისგან ევროკომისიამ მიიღო. სწორედ იმ დათქმების საპასუხოდ, რომლის შესრულების ვადაც გუშინ ამოიწურა. რა წერია ბრიუსელში გაგზავნილ ანგარიში უცნობია, თუმცა ცნობილია რა შედეგი შეიძლება დადგეს საქართველოსთვის იმ შემთხვევაში, თუ 15 ივლისს გამოქვეყნებული რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც ჩვენში იკითხება როგორც აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და იმ კანონების გაუქმება, რომლის მიღებამაც თავის დროზე ნაბიჯ-ნაბიჯ ხელი შეუწყო დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დასრულებას. ოცნება ამ ყველაფერს პოლიტიკურ შანტაჟს უწოდებს, თუმცა შედეგი რეკომენდაციების უგულვებელყოფის შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს. სასწორზე ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება დგას, რასაც შესაძლოა დიდი დრო აღარც დასჭირდეს. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვა თემებით ვაპირებთ თქვენთან საუბრის დაწყებას. ვერ ვიტყვი რომ გახარიას ინტერვიუმ და მისმა განცხადებებმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემები გადაფარა, თუმცა მაინც იყო გარკვეული სკანდალური მომენტები მის დღევანდელ ინტერვიუში, თანაც ეს შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის გადარჩენასთან, რაზეც მან ისაუბრა და ამიტომ მისი განცხადებებით დავიწყებ. მე მახსოვს თავის დროზე თქვენ თქვით რომ ჩემს ეთერში თქვით რომ არ ურჩევდით გახარიას საქართველოში ჩამოსვლას, რადგან მისი დაპატიმრების საფრთხე არსებობდა. ახლა როგორც აღმოჩნდა, გახარიას პატიმრობის კი არ ეშინია საქართველოში. ამბობს რომ ქართულ ოცნებას მისი დაპატიმრების დაკავების რესურსი არ აქვს. ის შიშობს რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მას შეიძლება შეუზღუდონ პოლიტიკური აქტივობა. ამიტომ რჩება უცხოეთში მოიპოვა ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, მუშაობის უფლება და როგორც ამბობს, იმუშავებს პარტიისთვის, ქვეყნისთვის, მათ შორის ექსპერტულ წრეებში, იმუშავებს ევროინტეგრაციისთვის. აი, თქვენ როგორ გაიგეთ მისი ნათქვამი და იქნებდა მართლაც ახლა გახარია ქვეყნის გარეთ უფრო ეფექტურია ვიდრე ქვეყნის შიგნით? მე ხაც იმაზე ვჩები, რადგან წავიდა, რადგან მან ის გადაწყვეტილება მიიღო, არავითარი აზრი მის უკან დაბრუნებაში აღარ იყო. ერთი ამბავია, როდესაც თბილისში ზოგი ციხესთან და ზოგი სასამართლოში ელოდებოდა დაპატიმრებას და მეორე ამბავია, როდესაც დატოვა მან ქვეყანა. რადგან დატოვა მან ქვეყანა და ეს გზა აირჩია, მართლა ხო არ ვთამაშობთ ახლა მაშინ გასაგებია, რომ რა თქმა უნდა ის უკან აღარ უნდა დაბრუნდეს და რაღაცა მორიგი ტრიუმფალური ცირკის დადგმის საშუალება არ უნდა მისცეს ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ ისინი ყველაფერს ცირკად აქცევენ ამ ქვეყანაში. ჩვენ გვყავს ადამიანები საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახიან, რომლებმაც მოახერხეს, რომ ამ ქვეყნის აქტიური ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არა, მე მგონი ყველას ამ ქვეყანაში აქტიურ ადამიანებს სასაცილოდ არ ყოფნის ამბავი იმის შესახებ, რომ შეიძლება დაიჭირონ. ანუ ციხე, სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაული გახადა სასაცილო ცნებები იმდენად
არასერიოზულია მათი სისხლის სამართლის ჭხალებში და სიამოვნებაში სამოქალაქო აქტივიზმის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. ამიტომ ხო მე ამ ლექსში არიზიარებთ ხო, ასე ვთქვათ, გახარიას პოზიციას, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს რესურსი მისი დაკავების. რესურსი და არგუმენტი და სამართლებრივი საფუძველი, მე არ ვიცი ხა ის რესურსში რას გულისხმობს, მაგრამ თუ გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ამაში ვეთანხმები, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი არ ჭირდება ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ადამიანები ციხეში გაუშვას. ზუსტად ესე ზის ციხეში რამდენიმე ათეული ამ ქვეყნისთვის გულანთებული პატრიოტი, როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები, არავით არის სამართლებრივი საფუძველი და რესურსი არ არსებობდა ზეამაღლობელის ციხეში გამოკეტვის, მაგრამ აგერ ამ წუთის მდგომარეობით 2 წლიანი განაჩენია მის წინააღმდეგ უკვე ამოქმედებული. თქვენ ამბობთ, რომ სწორედ დაკავების, დაპატიმრების შიშმა გაიყვანა ის ქვეყნიდან. მე ამას არ ვეძახი შიშს. კი ბატონო, მოლოდინმა. საერთოდ არ მაქვს ეს რაღაცა აპოთეოზი აპოკალიფსური განცდები უკაცრავად, რომ აი არ იქავი ვიღაცა შიშარაა და ვიღაცა ძალიან მამაცია, იმიტომ რომ ის სიმამაცით ციხეში ჩაჯდა და ეხლა გახარიამ შიშარაა და ქვეყნიდან გაიქცა. არ უყურებ ამას ესე ადამიანები ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ის თulis რომ ქვეყნის გარედან უფრო ადვილად მოახერხებს იმ საქმის კეთებას, რაც საკეთებელია, წავიდა ქვეყნის გარეთ. ამაში პრობლემას მე საერთოდ ვერ ვხედავ. უფრო მეცაც გეტყვით, ის რომ დღეს ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობა, უდიდესი უმრავლესობა რამის ყველა ციხეშია, საერთოდ არ არის კარგი ამბავი, იმიტომ რომ ამან ძალიან კარგად გვაჩვენა და მე ვფიქრობ, რომ აი ეს თანამშრომლად საგამოძიებო. ეგ სხვა საკითხია, გამოძიება, რა თქმა უნდა, საგამოძიებო საპარლამენტო კომისიაში არ უნდა ისუყო. მე თავისთავად ფაქტს ვამბობ. ანუ ციხეში რომ არიან ეს ადამიანები, ხო, კარგია? არაფერს არ არის კარგი, ხომ? არც ქვეყნისთვის არის კარგი, არც ამ ქვეყნის მიმართ განწყობების დამოკიდებულებებისთვის არის კარგი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ესე არ არის, რომ პოლიტიკური პროცესი თავისთავად ჯანსაღად და წარმატებულად მიმდინარეობდეს, თუ არც ერთი ლიდერი გარეთ არ არის. როცა ყველა ციხეშია, მე აი ამ აბსურდში ვარდები, რაც ახლა ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკურ სპექტრში ტრიალებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამას თავისთავად როგორც მოცემულობას ვამბობ, იმას კი არ ვამბობ, რომ და თეატრალურ კომისიაზე მისულიყო. ამიტომ ის რომ მოკლედ ამით დავასრულებ, არ მაქვს არავითარ, მე ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას, რომ მან სხვა ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო და თუ ის აპირებს ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლის გაგრძელებას, კი მეც მგონია, რომ გარეთ მყოფი, რომელსაც გადაადგილების საშუალება აქვს, რომელიც შეძლებს ასავე პარტნიორებთან ურთიერთობას, ანუ შესაძლებელია მას პრემიერია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, მათ შორის აი ამ ყოფილი პრემიერია, რა თქმა უნდა, როდესაც ამ ხელა სტატუსი გაქვს, ეს ყოველთვის მუშაობს, ბევრი კარი იღება შენს წინ, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ვთქვათ სხვა რიგითი პოლიტიკური ოპოზიციონერის მიმართ, ხო? ჩემს მიმართაც კი, როგორც ყოფილი თავდაცვის მიმართ, გაცილებით ბევრი კარი იღება, ვიდრე ვთქვათ რომელიმე სხვა მე პოლიტიკაში საერთოდ არ ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვიდრე შეიძლება ვინმე სხვა პოლიტიკოსის მიმართ. ამიტომ ეს რამეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ჩემი აზრით არის, მე პირადად სიმართლე რო გითხრათ, არ მომისმენია მის დღევანდელი განცხადებები, საერთოდ აქ შემოსვლის წინ წავიკითხე რამდენიმე ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინახავს, მაგრამ პოლიტიკურ ბოიკოტს თუ მან თქვა, რომ პარლამენტში არ შესვლას უფრო სწორედ ის თulis შეცდომად, ხო, მე აი აქ მაქვს პრობლემა, მის ქვეყნის გარეთ ყოფნასთან არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ის ამ განცხადებასთან მაქვს პრობლემა, სულ მინიმუმ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია ინდივიდუალურად და მარტოკას. ხო? კი ბატონო. მან ის იმავე ინტერვიუში როგორც ჩანს ამბობს, კიდევ ერთხელ დათქმით, რომ ეს ინტერვიუ არ მინახავს, ხოლო წავიკითხე თქვენთან ინტერპრეს ნიუსზე რამოდენიმე ამონაკლები. თუ ის ამბობს, რომ საპარლამენტო საქმეების გაგრძელებას დაკავშირებით პოლიტსაბჭო, ჩემი პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებასო, მინიმუმ საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭოს პოზიცია უნდა იყოს საჯაროდ ცნობილი, სანამ ის ამ ტიპის განცხადებას გააკეთებს. ის ამბობს, რომ პოლიტიკური ბოიკოტის ის ფორმა, რომელიც არჩეული აქვს ახლა მის პარტიას პარლამენტთან დაკავშირებით, ხომ? შეიძლება შეიცვალოს და შეიცვალოს მანდატების გამოყენების თვალსაზრისით. იქვე ამბობს, რომ იყო შეცდომა რაღაცა, ანუ ადგილობრივი არჩევნები, ხო, მაგრამ იქვე კვალიფიკაციებს აკეთებს, ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. იქვე ამბობს, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ მე ამბობს, რომ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებასო. აი ეს რაღაცა ერთი კაცის შოუები, რომელსაც სულმუდმივად ვაკვირდებით, ვუყურებთ ყველა ხელისუფლებასთან მიმართებაში ამ ქვეყანაში, პრაქტიკულად უმრავლეს პარტიებთან მიმართებაში, ხო, რაღაცნაირად აღარასდროს არ მთავრდება. ხო, შეიძლება საკუთარ თანაგუნდელებს მაინც ეპატივი და ასეთი ტიპის განცხადებები არ აკეთო წინსწრებად. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, აბსოლუტურად
არასწორი საქციელი და უბედურებათა უდიდესი ნაწილი, რომელიც ჭირს აი ამ დამოკიდებულების გამო გჭირს ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკურად როგორ ითარგმნება მისი ეს განცხადება? ეხლა ვიპოვე, აი ვციტირებ, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მოისმინა ყველამ მისი ინტერვიუ. საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება იყო შეცდომა. გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ გამოყენებას თუ ვერა პირდაპირ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ გარემოსთან, რაც შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ბოლომდე მოვუსმინე ამ ინტერვიუს არ ხსნის მთავარ კვანძს. ანუ რა პოლიტიკური გარემო შეიძლება შეიქმნას ისეთი 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რა დროსაც გახარიას პარტია ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დიახ. არ არის საჭირო არის გართულება. მე მესმის რომ მას ჩვევია ეს იმ განცხადებაში საკუთ იმაზე რომ ჩამოსulisო კი არ მეში დაჭერის კი არ მეშინია რესურსი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას შემზღუდ თუ არ დაიჭერენ, რანაირად შეუზღუდავენ პოლიტიკურ საქმიანობას, ვინმე პირზე მას ააყრავს. დააკონკრეტოს, არ დაივიწყოთ რა სამოვდით, იმიტომ რომ ჩვევიაო, აი ასეთი ფორმით არ ვიცი, რას გულისხმობდით, რეალობის შელამაზება? არა, გართულება რაღაცა ესეთი ჩახლართულად აი მატარებენ გამოკითხვებზე, ქვეყნიდან გასulis შესაძლებლობა შემიზღუდავენ. ყველაფერი არის ძალიან მარტივად რა. რომ ხო, ან თუ ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდავენ, ის ნიშნავს, რომ ესე იგი სისხლის სამართლის წესით ხდება მისი პასუხისგებლობა, სხვანაირად ვერც პასპორტ ჩამოართვავენ და ვერც ვერაფერს, ხო? ამიტომ არ არის საჭირო. დაიჭერენ, თუ ჩათვლენ საჭირო, დაიჭერენ და არ უნდა ჩამოვიდეს. კიდე ერთხელ ვამბობ, არ უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ დაიჭერენ. ტყუილა გონია თუ გონია რომ არ დაიჭერენ და ვიღაცას ხელი აუკანკალდება, ხო, იმიტომ რომ ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არავის ხელი არ აუკანკალდება. მოკლედ იყოს იქ სადაც არის, არ არის პრობლემა. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი არის ძალიან მარტივად. მას და მის პარტიას როცა გადაწყვეტილება გითხეს ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც ვიცით საჯაროდ, ხო? გადაწყვეტილება მანდატების არ გამოყენებაზე, მათ არ დაუტოვებიათ მანდატები, მაგრამ მანდატების არ გამოყენებაზე არ მიუღიათ იმის გამო, რომ აიო, ერთი წლის მერე საპარლამენტო უკაცრავ თვითმმართველობის არჩევნები რო ჩატარდებაო, იქო რა მოხდებაო, იმის მიხედვით მე ვფიქრებთ რა ვქნათო. მათ გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ჩათვალეს, ყოველ შემთხვევაში ესე გვითხრეს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამ სიყალბის თანამონაწილეობა არ უნდათ. ამ სიყალბის უკაცრავ ჯარგონისთვის გაправება არ უნდათ და ამიტომ თქვეს რომ აი ამ შოუში, ამ ფარსში, რომელიც არჩევნებად წოდებულ დიდი გაყალბების სპექტაკლში დაიდგა, ჩვენ მონაწილეები არ ვიქნებით. ამიტომ იმის მიუხედავად, რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ, სულ რომ იდეალური არჩევნები ჩატარდეს, სულ რომ ძალაუფლების ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგად ძალაუფლების გადანაწილება ვნახოთ, რასაც თქმა უნდა არ მოხდება, მაგრამ ერთ წუთი თეორიულად წარმოვიდგინოთ. კი ბატონო. სულ რომ ამ არჩევნებში 4 ოქტომბერს რაღაც დემოკრატიის ყვავილების სროლით იყოს დაკავებული ქართული ოცნება, ეს არ ცulis იმას, რაც მოხდა 1 წლის წინ. არა, ხარიას 12 მანდატი რა შეცვლის 1 წლის წინ, ცulis მხოლოდ ერთადერთი რამ რომ აი ამ დემოკრატიის ყვავილების სროლაში თუ ამით დაკავდა ეხა 4 ოქტომბერს ქართული ოცნება. ერთ-ერთი ყვავილი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კი ბატონო, შევიდეს მე იმ პარლამენტში ის რამდენიმე კვირა, რომელიც საჭირო იქნება იქ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ამიტომ ცალსახად უნდა თქვას რაზე საუბრობს. ცალსახად პირდაპირ ღიად. ისე კი არა რომ აი 4 ოქტომბრის მერე რა იქნება, არა. მაშინ უნდა თქვას რომ თუ 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა ისეთი პოლიტიკური გარემო, რომ ქართული ოცნება ნიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ გამოვიყენებთ მანდატებს და არ ამგონია რომ ვინმე ამის გამო ის გააკრიტიკოს, თუ ეს საკითხი გადაწყვეტილია და ეს მანდატები მხოლოდ იმიტომ უნდა გამოიყენოს, რომ ვიღაც უნდა გაჩნდეს იმ პარლამენტში, რომელიც ქართველი ხალხის მოთხოვნებს იმ ტრიბუნაზე იტყვის შესაბამისი საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების. თუმცა მე რაც მოვისმინე, გახარია პასუხისმგებლობას, აი ამ ბოლო განვლილი 1 წლის განმავლობაში გულისხმობ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს ოპოზიციასაც აკისრებს არათანმიმდევრულობაში, აკისრებს ცრუ მოლოდინების გაღვივებაში, საზოგადოებაში. ის ამბობს, რომ ჩვენ წავაგეთ ქართულ ოცნებასთან ბრძოლა საზოგადოებრივი აზრისთვის და მათ ჩვენეთ სად არის დღეს გაძლიერებული ოპოზიციაო. მე არ მგონია რომ ეს ბრძოლა წაგებულია.
ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ დარჩენ ყველაფერში ის მართალია, ოღონდ ამ პასუხისგებლობას ის თანაბრად ინაწილებს, მაგრამ ბრძოლა წაგებული ჯერ არ არის. კი ბატონო, ახლა რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს და მართლაც ფიქრობთ, რომ შესაძლებელია გახარიამ ბერლინში ხანგრძლივი მუშაობის უფლებით შეძლოს და რაღაცნაირად საკუთარი წვლილი შეიტანოს უვიზო რეჟიმის გადარჩენაში საქართველოს. ხანგრძლივი მუშაობის უფლება, ანუ ის სავიზო რეჟიმია, რომელიც მას აქვს ახლა. მას სჭირდება იმის, რომ 30 დღეზე, უკაცრავად 90 დღეზე მეტი სხვა შემთხვევაში ვერ დარჩება ის ევროკავშირის ტერიტორიაზე, ამიტომ აქ იმასთან არაფერი კავშირი არ აქვს, სად რა მუშაობას აპირებს აქ იმასთან აქვს კავშირი, რომ ლეგალურად იმყოფებოდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სამთვიანი, ასე ვთქვათ, ხო, სამთვიაზე მეტი ვერ იქნება სხვა შემთხვევაში. 3 თვის შემდეგ მას უწევს აუცილებლად საქართველოში. ამიტომ ის რომ ლეგალურად შემთხვევაში იქნება მის მიმართ გამოყენებული სადებორტაციო. ამერიკაში წავიდეს აუცილებელი არ არის საქართველოს ჩამოვიდეს, ან კანადაში წავიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის ტერიტორია უნდა დატოვოს. ამიტომ გასაგებია რომ მან სამართლებრივი პროცედურები განახორციელა იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ შეექმნას. ამიტომ ეს გასაგებია და სწორად იქცევა. ხა ბუნებრივია, სხვანაირად გაუგებარი იქნება, ხა მართლა არალეგალურად ხო დარჩება ევროკავშირის ტერიტორიაზე, მაგრამ მეორეს მხრივ აი იმ არათანმიმდევრულობაზე, როდესაც საუბრობდა, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მაგალითად მე დღეს დილით რო გავიღვიძე, ყველაზე დიდი სურვილი რაც მქონდა, იყო რომ პირველი რო გავხსენდი Facebook-ს ან საინფორმაციო სააგენტოების გვერდებს შემხოდრო და ოპოზიციური პარტიების ერთობლივი ან ცალ-ცალკე არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ერთი სულისკვეთების განცხადება, რომელთაც ისინი მიმართავდნენ ბრიუსელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დედაქალაქებს და სთხოვდნენ, რომ არ მომხდარიყო უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე მგონია რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრი მათგანი ზუსტად ამისთვის მუშაობს და მუდმივ რეჟიმში ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი და პარტნიორი ქვეყნები, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული, ასეთ საჯარო სიმბოლურ განცხადებებს მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მორალური ეფექტი აქვს, სერიოზული მხარდაჭერის განცდა საჩენს ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მაგრამ არა ყველა ქალბატონთინა, ანუ არიან მე ყველა არ ვიცი. ქართული ოცნების განცხადებები მე არ ვამბობ, დადიან რაღაცა ბრიუსელის კაბინეტ და არწმუნებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ამას არ ვიცი, მე ამას არ შევსწრები ვარ და ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ხა ყველასთან ერთად მე ყველა არ მინახავს მე ბრიუსელის დერეფნებში. ამიტომ ხა ყველაზე ვერ ვინც მინახავს, იმათ შესახებ შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ მათი გზავნილი არის მხოლოდ ის, რომ და ჩემიც, რომ დაისაჯონ სავიზო შეზღუდვით, ფინანსური სანქციები და ამ შემდეგ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელები, პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა და ეს საფრთხე რეალურია. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ დათქმული ვადა ამოიწურა გუშინ. ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის სპიკერის განცხადება იყო, ვინაიდან და რადგანაც არ ვიცით ანგარიშის შინაარსი, რომელიც საქართველოსდან გაიგზავნა, რომ ისინი გაეცნობიან საქართველოსდან მიღებულ ანგარიშს შეაფასებენ და რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაუგზავნია ხო უკვე ხო შემდეგ გააკეთებენ განცხადებას. პროცესი სწორედ ესეა, რომ აგვისტოს ბოლოს, ზაფხულის ბოლო იმიტომ იყო დათქმული, რომ სექტემბერში, როდესაც ბრუნდება კომისია, იწყება უკვე კომისიის ოქტომბრის ხდომისთვის მომზადება. ქართულმა ხალხმა ეს უკვე იცის, იმიტომ რომ ეს გზა რამდენჯერმე გავიარეთ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, მაგალითად, რომ ოქტომბრის ხდომას ველოდებოდით ხოლმე, კომისია რა რეკომენდაციას გასცემდა, იმისთვის რომ მერე დეკემბერში ევროპულ საბჭოს უკვე კენჭისყრაზე ის რეკომენდაციები უნდა გაეტანა, ხო? ეხაც იგივე პროცესია, სექტემბერში იწყება მუშაობა უკვე იმ საბოლოო ანგარიშზე, გაფართოების ანგარიშზე, ამიტომ მისცეს სახელმწიფოებს სხვადასხვა დოკუმენტები გაუგზავნეს, მარტო საქართველოს კი არ მიიღო, ყველა მიიღო. ბალკანის ქვეყნებმა მიიღეს, ჩვენმა მეზობლებმა უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ეს დოკუმენტები უბრალოდ ჩვენი დოკუმენტი ყველა სხვა დოკუმენტისგან განსხვავებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ დოკუმენტი იყო ძალიან კრიტიკული, ჩვენს მიმართ იყო უკან უწახვალთ ამ ტიპის რეკომენდაცია. ჩვენ სტატუს კოსაც კი ვეღარ ვინარჩუნებთ, მთელი უბედურება ამაშია. არათუ წინ არ მივდივართ, არამედ სტატუს კოსაც ვეღარ ვინარჩუნებთ, გრძელი ნაბიჯებით და ფართო ნაბიჯებით უკან მივდივართ, ხო? მოკლედ ოქტომბერში იქნება კომისიის ხდომა, სადაც ეს რეკომენდაციების ტექსტი უნდა იყოს დამტკიცებული და შემდეგ უკვე დეკემბერში არის ევროპული საბჭოს ხდომა, რომელმაც უნდა კენჭი უყაროს ამ დოკუმენტს. ეს არის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ამ პროცესმა. მე ხო, რა თქმა უნდა,
მართალი ხართ თქვენ რომ სულაც არ არის ეს გამორიცხული რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუმცა მე მჯერა ევროპელი ლიდერების კეთილგონიერების ზუსტად ისე როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს მჯეროდა ბევრი სკეპტიკოსისგან განსხვავებით, ჩემი მეგობრების უდიდესი უმრავლესობა თუ არა ყველა იბრძოდა მუხ ჩაუხრელად რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვიღო, მაგრამ ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ამას და იმედი დაკარგული ჰქონდათ. მე ვიყავი დარწმუნებული რომ ევროპელი ლიდერები ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, თქვენ თერს ბერჯერ მილაპარაკე, მე სულ მაკრიტიკებდნენ რომ ესე გადაწყვეტილად მილაპარაკობ, კაცო არ ვიცით რა მოხდებაო, მაგრამ არის მომენტი, როდესაც ზუსტად იცი რომ როდესაც რეალურად პოლიტიკურ ლიდერზე ლაპარაკობ და არა ცირკის მასხარაზე, რადგან ქართული ოცნება არის ქცეული, არამედ პოლიტიკურ ლიდერებზე, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანებზე, პრინციპში შეგიძლია წინასწარ გათვალო რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებენ და მე მაინც მჯერა რომ მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა ქართული ოცნება, ისინი იპოვიან გზას იმისთვის, რომ ქვეყნის აქამდე მოყვანაში დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ ქართულმა ხალხმა ზიანი არ მიიღოს ამის გამო. ანუ უვიზო რეჟიმის შეწყვეტა საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაწყვეტილად, ანუ გადაწყვეტილება არ არის. ხო, არ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ დღის წესრიგში არ დადგება, ანუ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი და შესაძლებლობა, ანუ გაეცნობიან ანგარიშს, კიდევ გამოაგზავნიან გარკვეულ რეკომენდაციას, კიდევ მოითხოვენ საქართველოსდან კონკრეტული, ასე ვთქვათ, დათქმების შესრულებას და აი ასე შესაძლებელია ნაბიჯ მართლაც რაღაც კომპრომისზე წამოიყვანონ ქართული ოცნება? ხო, ეგ მე არ ვიცი, შეძლებენ თუ არა კომპრომისზე წამოიყვანონ ქართული ოცნება, მაგრამ მე მაინც უფრო მგონია, რომ კომპრომისზე შეძლებენ წამოიყვანონ ორბანი, რომელიც ბლოკავს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ვაშინგტონის მხარდაჭერით და თუ იქნება მათი სურვილით და ჩაერევიან ამ პროცესში და არწმუნონ ვიქტორ ორბანი რომ მისი გაჯიუტების გამო მთელი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ არ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ რომ ევროკავშირს სხვა არჩევანი არ აქვს. მან უნდა დაიცვას საკუთარი პრინციპები, საკუთარი ღირებულებები, ის ძირითადი ფუნდამენტური იდეები და ღირებულებები, რასაც დგას ევროკავშირი. და ამის დასაცავად ორადორი გზა არსებობს. ან უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ამ გზიდან აშორებენ, ან უნდა მოხდეს იმ ხელშეკრულებებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც ყველას ხმა, ანუ კონსენსუსი არ ჭირდება. რადგან კონსენსუსის გზაზე დგას ბარიერად ვიქტორ ორბანი, ვერსიად იხილება უკვე ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილებები, მაგრამ ხო, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ორბანთან მოხდება კონსენსუსის მიღწევა. შეიძლება ამას მე არ მაქვს იმედი, რომ ქართული ოცნება რამე დათმობაზე წასვლა. ერთ წავა, ერთ წუთი ამაზე არ ვფიქრობ. მე იმის იმედი მაქვს, რომ ვიქტორ ორბანთან გახდება შესაძლებელი თუნდაც აი მიხეილ ყაველაშვილის საჯარო წერილის შინაარსის შემდეგ არ გეთანხმებით თქვენ იმ შეფასებაში, რაც დასაწყისში გქონდათ ბოდიშის მოხდით და პატივისცემით, იმიტომ რომ არავითარი ნორმალიზების და დაალაგების მცდელობა მაგ წერილში არ არის. არც ერთი სიტყვა მაგ წერილში არ არის რეალურად ნორმალიზების და დაალაგების. მე გულისხმობდი ამ შემთხვევაში თუ თქვენ ჩემი საკადრო ტექსტი იგულისხმობთ, მე ასე ვთქვათ მიხეილ ყაველაშვილის წერილს შევაშველე კახი კალაძის განცხადება, რომელმაც თქვა რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს პარტნიორული ურთიერთობა. ახალი ფურცლიდან დაიწყოსო, მაგას ყველა ამბობს, კობახიძეც ამბობს, კალაძეც ამბობს, გონი ივანიშვილმაც თქვა ერთხელ ყაველაშვილი რას ამბობს, ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რას გულისხმობენ ამაში. მთავარი ის ხო არ არის, რას სიტყვებში, ქაღალდზე დაწერილი სიტყვა როგორია. მთავარი ის არის, რა იგულისხმება და ყაველაშვილის წერილში წერია ყველაფერი, რაც იგულისხმება. ყაველაშვილის წერილი რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავინახოთ. პირველი, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟის გაგრძელება, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპს მიმართავს, რომ თქვენი სამშვიდობო ინიციატივები სერიოზული ეჭვშქელს დადგებაო, თუ ჩვენთან არ დაალაგებთ ურთიერთობებს. ანუ ეს რაღაცა სამყაროს ჭიპები რო ვართ იმ წერილშიც არის, რომ აი ხა თუ საქართველოსთან მიმართებაში მუხლი არ მოიდრიკეს ამერიკელებმა, მაშინ ყველაფერი წყალში გადაყრილია, რაც აქამდე გააკეთა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, მანამდე რომელიმე ადმინისტრაციამ საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ერთი შანტაჟის ენა ისევ სახეზეა. მეორე, ყაველაშვილის წერილში წერია სრულიად გაუგონარი რაღაცები, იქ წერია მაგალითად რომ USAID ისევ არსებობს და აიო თქვენ დუმხართო და ამესობაში ისევ USAID გვერდზისო, როგორც Deep State-ის წარმონაქმნია. ანუ პრინციპში მარკო რუბიოს და პრეზიდენტ ტრამპს ეუბნებიან რომ თქვენ კი გონიათ რომ რაღაცა დაამარცხეთ იქ. მე მგონია სრულიად არასწორი იყო ის რაც მოხდა USAID-თან დაკავშირებით, მაგრამ ერთ წუთი ეს გვერდზე გადავდოთ სწორი იყო თუ არასწორია. მაგრამ თქვენ რომ გონიათ რომ რაღაცა დაამარცხეთო, აგერ სინამდვილეში საქართველოში ისინი ისევ მუშაობენო და აქ სახელმწიფოებრიობას გვირევენ.
ანუ რამდენად სუსტები ხარ თუ ამას ეუბნება ვინმე ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ის ეჭქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც ამ პარტნიორობამ სარგებელი მოუტანა ქვეყანას, იმიტომ რომ ერთი სიტყვით, ერთი ფრაზით, ერთი ემოციით ამ წერილში არ იკითხება არც მადლიერება, არც გავლილი გზისადმი პატივისცემა. პირიქით, მთელი ტექსტი გაჟღენთილია იმით, რომ აი აქამდე რაც იყო, ეს იყო სუდით სტეიტი. განზრახულობა რა არის აი ამ წერილის დაწერის? ამ წერილის განზრახულობა ის არის, რაც თქვენ ტექსტში სრულიად სამართლიანად იყო, უბრალოდ მივხვდი ორივე რატოტკი. რაც თქვენ ტექსტში სრულიად სამართლიანად იყო, რომ ის ამდვილეში ჯერ კიდევ კეკლუცობს საკუთარი ამორჩევლის იმ ნაწილთან, რომელსაც როგორც ჩანს არ უნდა დაიჯეროს, რომელსაც არ უნდა დაიჯეროს ყველა ხიდი დაწვა დასავლეთიდან. და ამასობაში როგორც ჩანს იმ კვლევებში, რომელსაც ძალიან ხშირად ატარებენ, ეს ამბავი ამოუვიდათ. ანუ მისმა ამორჩეველმა კვლევიდან უთხრა, რომ რაღაცა რო გვპირდებოდი ამერიკასთან დავალაგებო, ვერ ალაგებდა რაშია საქმეო, ცოტა პრობლემა ხო არა გაქვს და მისმა ამორჩეველმა კიდევ ერთხელ დიახ, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და რომელიც სხვა რაღაცების გამო ოპოზიციის მხარდამჭერი ვერ გახდა, ზოგი სუბიექტური მიზეზების გამო, ზოგი პირადი ტრაგედიების გამო, რომელიც უამრავი გვაქვს ამ ქვეყანაში, ვინმე ხო არ უარყოფს, რომ ნაციონალური მოძრაობამ უამრავ ადამიანს ისეთი ტიპის და მასშტაბის ტრაგედიები დამართა, ოჯახური ტრაგედიები, მათ შორის პირადი ტრაგედიები, რომ არასოდეს ისინი იმ ხარეს, სადაც ნაცმოძრაობა დგას, არ გაიხედება, ხო? ეს ერთი ნაწილია, ვთქვათ, ადამიანის. მეორე ნაწილი არიან ადამიანები, რომლებიც აქეთ-იქით იყურებოდნენ, ეძებდნენ არჩევანს და მე აი ამას ხედავენ, რაც ოპოზიციაში ხდება. ხო? ამიტომ ეს გასაგებია, მაგრამ აი ეს თამაში, რომ თლიანად თავიდან ბოლომდე ეს უკმაყოფილებას გასაშიგდით მისი ამორჩევლის მისი მხარდამჭერის თვალში შანსი და გასაქანი არ მივცე. ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს ახლა იქ ცოტათი ამ წერილში მე პრეზიდენტ ტრამპი შემომელანძღება თუ არა, ვიღაცას შეურაცხყოფას მივაყენებ თუ არა. თავარია იქ ვიღაცა კალაძეს რო ტაშს უკრავდა წალენჯიხაში ის ტიპი მყავდეს კმაყოფილი, ის ვამყოფ კმაყოფილი. ეს დავგუპავს ჩვენ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფასადურია, განა იმიტომ რომ საკუთარი ამორჩეველი რო კმაყოფილი ყავდეს, ეს არის ცუდი ამბავი. არა, საკუთარი ამორჩევლის მუდმივად ერთადერთი ამოცანა რო გაქვს, საკუთარი ამორჩეველი მოტყუებული ამყოფო და თუ ალახვეული. ეს არის პრობლემა. რომლის გამოც მოვედით აქამდე საძმოს. კი ბატონო, და ბევრი რამ მენიშნა თქვენი დღევანდელი საუბრიდან, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით. აი მათ შორის, როდესაც გამოხატეთ სურვილი, რომ დღეს, როდესაც საინფორმაციო ველს გადავლებდით თვალს, დაგხვედროდათ ოპოზიციის ერთიანი განცხადება. ცალ-ცალკე ყოფილიყო არა უშავს, ოღონდ ერთი სულისკვეთების, რომ არავითარ შემთხვევაში არ დადგეს დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის ოვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი. არ და ვიცით რა ხდება ამ დროს ოპოზიციურ ფლანგზე. დასახელებულია ორი თარიღი, 13 სექტემბერი, 4 ოქტომბერი. მიზანი სხვადასხვა არის. 13 სექტემბრის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თარიღზე ჩამოკიდებული რაღაცა ილუზია შექმნა გამარჯვებისა, ერთ დღეში მოპოვებული გამარჯვება არ არსებობს. 4 ოქტომბრელებს არ ჯერათ 13 სექტემბრელების. იქ რაღაცა რვიანში იყო გაუგებრობა, როგორც ვიცით, ერთმანეთის გარიცხვას თუ ერთმანეთსგან გამიჯვნას მოითხოვდნენ. აი ამ ეს პროცესი ზოგადად რა გავლენას ახდენს შექმნილ ვითარებას და განწყობებზე, რაც მთავარია. ამ მომრჩევლის განწყობებზე, იმიტომ რომ ამ მომრჩეველი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, ან 13-ში გავა აქციაზე, ან 13-შიც გავა და 4-შიც გავა აქციაზე, ან მივა და ოპოზიციურად განწყობილ ამორჩეველს გულისხმობ, მისცემს ხმას, ან სამივეს გააკეთებს, ხმასაც მისცემს და 5 ოქტომბერსაც გამოვა ისევ ქუჩაში. ხო, ესეთი ადამიანებიც არიან, ბოლომდე მზად რომ არიან ოღონდ რამე გამოვიდეს ამ პროცესიდან და ყველანაირ ოპოზიციურ ძალას არ მომერიდება და ვიტყვი, იმიტომ რომ მქონდა ეს ფუფუნება რაღაცნაირად ერთი თვით წმინდა მაყურებლის თვალით შემეხედა ამ პროცესებისთვის. პასუხისმგებლობის არ ვიცი, ნაწილში ოპოზიცია თუ გრძნობს ამ მომრჩევლის წინაშე, შექმნილ ვითარებას რამდენად პასუხისმგებლიანად. მე მგონია რომ ეხლა ამ წუთას რასაც ჩვენ ვუყურებთ და ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი, შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ეს ყველაფერს რაღაცას უნდა დამთავრდეს, ეს უკვე შეუძლებელია. მე მაქვს განცდა, რომ ერთადერთი რასაც ისინი გრძნობენ და ელოდებიან არის ის, როგორ გაიშვირონ მერე
ერთმანეთისკენ ხელი. იმათ ვინც არჩევნებზე მიდიან და ვინც არ მიდიან, ეხლა აქეთაც თუ იყო ეს ეგ მე არ ვიცოდი ეხლა ჩემს სახელი ამბავი იყო რაც თქვენ უცბად მოყევით 13 სექტემბერს და 4 ოქტომბერს. მე მგონი ერთ იგივე ამბავი იყო ეს. ანუ სხვა ფაზები იყო ერთ იგივე აქციის, ეს არ ვიცოდი, ნამდვილად ცოტა ვერ დავეწიე, უკვე ვეღარ ვეწევი, იქ ისეთი ამბები ხდება ოპოზიციურ სპექტრში ჯამურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ამ დიდი ფრუსტრაციის ფონზე, რომელიც პოლიტიკური ისტაბლიშმენტ შეუძლებელია რო არ კონდეს, იმის მიუხედავად რას ლაპარაკობენ, ეხლა ყველა არის რაღაც ერთმანეთს უყურებს ამ თვალით, რომ ბოიკოტის მომხრეები ელოდებიან 4 ოქტომბერს და რა ვიცი, მე მგონი ყველა კარგად ვიცით 4 ოქტომბერი როგორ დამთავრდება, რომ მე ხელი გაიშვირონ იმათ მიმართ ვინც არჩევნებში მონაწილეობს და იძახონ რომ მათი ბრალია ყველაფერი, აი მათ გააფუჭეს ყველაფერი და აგერ შედეგიც ეს და უდგათ და მოკლედ მქონდეთ ცდილობა რომ მათ გადააბრალონ ყველაფერი, აქეთ ამხარე რა თქმა უნდა პირიქით შეესწება და იტყვის რომ კაი ბატონო არჩევნებზე არ წამოხოდით, მაგრამ ჩვენი გზვით რომ მშვიდობიანად გვემოძრავა და ერთმანეთის ხელი არ შეგვეშალა, სხვანაირი შედეგი იქნებოდა და თქვენი ბრალია ეს ყველაფერი რაც მოხდა. და აი ამ კომფორტს ელოდებიან, რომ თვითონ არ იყვნენ დამნაშავეები, იმის ნაცვლად და ვიღაცას გადააბრალონ, იმის ნაცვლად რომ დიახ, პასუხისმგებლობის გზნობა ქონდეთ პროცესზე და რაც ყველაზე მთავარია, მთავარი პრობლემა, რომელიც ამ მოძრაობას აქვს, არის ის, რომ კარგი ამბავის და ცუდი ამბავის რაღაცნაირად ერთ ამბავშია. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს იყო რეალურად საზოგადოებრივი პროტესტი, ანუ ხალხის მიერ გენერირებული, ხალხის მიერ დაგეგმილი, ხალხის მიერ ორგანიზებული პროტესტი და არა პოლიტიკური პარტიების, მაგრამ ცუდი ამბავი ის არის, რომ ამ პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ვერასოდეს ვერ გაიგეს მერე, რომ ამ პროცესზე პასუხისმგებლობა თავადაც უნდა აეღოთ. და ამ პროცესში ყველაფერზე, ცუდზე და კარგზე, განხეთქილებაზე და ერთადგომაზე, ყველაფერზე სათაო და ინდივიდუალურად მოსთხოვთ ხალხი პასუხს. იმის მიუხედავად, ვინ რომელ რისკში რა განცხადება გააკეთა, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა მოინდომოს, ეხლა გნებავთ გახარიამ, გნებავთ ლელომ, გნებავთ ნაცმოძრაობის 7 სხვადასხვა ფრთამ. რამდენიც არ უნდა მოინდომოს, რომ ვიღაცას ხელები შეახოცოს და იძახოს, რომ აი ის იმათი ბრალია. იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ქუჩაში დგას, ის საზოგადოება იმედის თვალით უყურებდა თითოეულ მათგანს და რაღაცა შვებას, სწორი გზის დასახვას, სწორი სტრატეგიის დანახვას ელოდებოდა თითოეული მათგანიდან. და საერთოდ არ აქვს ეს გამორჩევა გაკეთებული, თუ ძალიან სუპერ პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის და რომელიმე პარტიის მრევლი არ არის, იმიტომ ესეთები წლების ქვეყანაში, ხო, მაგრამ ასე ძალიან მცირეა და ვერ თვლიან ხოლმე იმ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ შეიკრიბა ევროპის მოედანზე და მართლა ყველა მიტინგის მონაწილე ვარ, მართლა, ეხლა პოპულარულია ყველა მაგას წახს, მაგრამ მართლა ყველა მიტინგის მონაწილე ვარ, პირველად კვერცხი და პომიდორი რო ისროლეს მაშინ ორჯონიკიძის ძეგლთან, აი იმ დღიდან მოყოლებული. მე ამდენი ხალხი თბილისის ქუჩებში არასოდეს არ მინახავს, რაც იყო აი იმ დღეს ორივე სანაპიროზე, როდესაც ზღვა მოდიოდა და მე ევროპის მოედანზე შეიკრიბა. აი იმ ადამიანების უდიდესი უმრავლესობისთვის ისინი არავისი კონკრეტულის ესე თავგადაკლული ამომრჩევლები არ არიან, რომელიც პარტიულად ვიღაცას გაყვება. ისინი იყვნენ ამ მოძრაობის გულშემატკივარი. მათთვის თუ ეს მოძრაობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ყველა დამნაშავე იქნება და ვერავინ ვერ შეახოცავს ვერავის ხელს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისეთ თემებზე, მაინც როგორიც არის ევროკავშირი, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა. ამ თემებზე მაინც თუ ერთ ქაღალდზე არ მოაწერენ ხელს, რაღაც წინასწარ დაილაპარაკონ და ერთი სტილის, ერთი ხასიათის, ერთი ტონალობის და იმედიანი რაც თავარია. დამაიმედებელი, ოპტიმისტური განცხადები გააკეთონ იმ ხალხისთვის, რომელიც მზად არის იბრძოლოს ამ ქვეყნის მომავალს. მადლობა. თინა ხიდაშელს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი. ვიდრე გახვალთ, კითხავთ, პროკურატურაში დაიბარეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოხდა თქვენი არასამთავრობო მაჩვენებები? არა, ჩვენ ჯერჯერობით არა, ჩვენ როგორც ჩანს მეორე ტალღაზე ვართ, გაქვთ მაინც მოლოდინი. რა თქმა უნდა, მე მოლოდინი მაქვს, რომ აბსოლუტურად თუ ივანიშვილის ხელისუფლებას არაფერი არ ემუქრება წლის ბოლომდე. ის შეცდება, რომ ჩვენ ყველანი, სადაც მოგვიხელთებს, ყველანი ეგრეთ წოდებული პირველი ხაზი, ეხ პოლიტიკური, მან ჩათვალა პოლიტიკურ ოპოზიციას გაუსწორდა, ეხლა მისი
რა ქვია ორიენტირი გასწორებული არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე, ეხლა ჩვენ ვუშლით მათ ნერვებს, ის შეიძლება რომ ყველა საპატიმროში აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მე დიდი ხანი ამას ვამბობ და ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. 4 ოქტომბრის შემდეგ მას ექნება მცდელობა ამ ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს. პირდაპირი, სწორხაზოვანი, საბჭოური დიქტატურა დაამყაროს. და სამწუხაროდ, როდესაც ის ამისთვის ემზადება, ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ემზადება იმისთვის, რომ 5 ოქტომბერს დილით პრესკონფერენციები გამართონ ერთმანეთს მიყოლებით და ერთმანეთს დააბრალონ ის, რაც მოხდება 4 ოქტომბერს, გნებავთ ქუჩაში და გნებავთ საარჩევნო ყუთებთან. აი ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელშიც ახლა ჩვენ მადლობა. თინა ხიდაშელი, თავდაცყოფილი მინისტრი ორგანიზაციის სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება და ის გახარიას პარტიას, გახარია საქართველოსთვის წარმოადგენს. გეტყვით, რომ გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას სატელევიზიო ინტერვიუში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არა იმდენად ცნობას იმის შესახებ, რომ მან გერმანიაში ასე ვთქვათ დარჩენის ბინადრობის სამთვიანი ლეგალურად დარჩენის უფლება მიიღო, რამდენადაც მის განცხადებას გაკეთებულ საპარლამენტო მანდატების არ გამოყენებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა შემდეგი 12 იulis მისი პარტიის შემდეგი 12 იulis უფლებამოსილება ცნო. სწორედ ამის კვალდაკვალ გახარია ამბობს, რომ საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება იყო შეცდომა, გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ გამოყენებას თუ ვერა პირდაპირ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ გარემოსთან, რაც შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. გიორგი შარეშძე, გახარია საქართველოს და ძლიერი საქართველოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი ვიდრე გახარიას ჩამოსვლა არ ჩამოსვლის თემაზე ვისაუბრებთ. ბევრი შეკითხვა გაჩნდა აი ამ საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებულ განცხადებასთან მიმართებით. ვერ მივიღებთ თქვენგან პასუხს, რომ აი გახარიას კითხეთ და თვითონ უფრო დეტალურად ილაპარაკებთ. მან დღევანდელ ინტერვიუში თქვა, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს პარტიასთან, რომ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც მას აძლევს შესაძლებლობას ძალიან აქტიურად იყოს ჩართული აი ამ სამუშაო პროცესში და არ ჩამორჩეს. ანუ შესაბამისად, იცით მისი პოზიცია, დეტალურად გიქნებათ გავლილი ეს ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით და მითხარით პირველ რიგში რას გულისხმობს, რატომ ნანობს ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ გახარია ნანობს იმას, რომ არ იქნა გამოყენებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვენი პარტიის საპარლამენტო მანდატები და თქვენც იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას, რომ შეიძლება არსებული მოცემულობა შეიცვალოს და თქვენ ხოთაშორის ხართ უკვე ადგილმონაცვლე, რამდენადაც ვიცით, ნახოთ როგორ გადაწყდება თქვენი ბედი ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ თუ ეს მოცემულობა დარჩა, აპირებთ თუ არა თქვენს ხელთ არსებული საპარლამენტო მანდატი გამოიყენოთ. ემმა, მოგესალმებით, მესალმებით მაყურებელს. მიხარია თქვენი დაბრუნება, პატარა მოკლევადიანი საზაფხულო არდადეგებიდან. ნუ მოდით, ნამდვილად მნიშვნელოვანი თემაა ეს ახლა მე რა თქმა უნდა ვერც განსაკუთრებულად მეცაც ვერ გეტყვით, მხოლოდ თუნდაც ერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ახლა სრულად ვართ კონცენტრირებული მუნიციპალურ არჩევნებზე. ჩვენთვის ახლა 4 ოქტომბრის არჩევნები არის მთავარი გამოწვევა, ახლა თქვენ თავად ახსენეთ, რომ არსებობს თანამშრომლობა ჩვენსა და ლელოს შორის და ნუ ახლა იცით თბილისის კანდიდატების შესახებ, ახლა გვექნება უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა ქალაქებში სხვა კანდიდატების წარდგენები, როგორც მერობის კანდიდატების, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის და მოკლედ აი ამ ვითარებიდან გამომდინარე არანაირი ახალი გადაწყვეტილება 4 ოქტომბრამდე არ იქნება. ამას გიდასტურებთ. ეს ერთი. რაც შეეხება თავად პოზიციას, ნუ ახლა თქვენ ძალიან კარგად ახსნათ თავად ბატონმა გიორგიმ დღევანდელ ინტერვიუში თუ რას გულისხმობს ამაში და სხვათა შორის ძალიან გულწრფელი იყო ის, მე მგონი დამეთანხმებით თქვენს, თუნდაც იმ განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯა მან პირადად და ჩვენმა პარტიამ, სხვა პარტიების, ნუ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ლელოს დარწმუნებაში, რომ შესაძლებელია არ იყო ბოლომდე სწორი გზა მანდატების დატოვება და სიების ჩახსნა, იმიტომ რომ შეიძლებოდა დარჩენილიყო ყველა პოლიტიკურ ბოიკოტში, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია პოლიტიკური არ ექნებოდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მანდატების გამოყენების საშუალება
დაგვრჩებოდა ისევე როგორც გვაქვს ჩვენ რა იგულისხმება აი ამ საჭიროებაში, იმიტომ რომ ამან გააჩინა ძალიან ბევრი შეკითხვა და შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში რაღაცა ესეთი ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ არავინ არ ფიქრობს რომ დღეს შეიძლება პარლამენტში იხილოს გახარიას გუნდი და ამ შესაძლებლობის დაშვებამ გააჩინა ეს არის დიდი ასე ვთქვათ სკანდალი ხო? რა შეიძლება შეიცვალოს 4 ოქტომბრის შემდეგ ისეთი რაც შეცვლის თქვენი პოლიტიკური ბოიკოტის ფორმას. ამაზე ისაუბრა. ძალიან ბევრი მდგენელია ემა, ხო? ანუ პოლიტიკური მდგენელი. სხვათა შორის მან ასევე ახსენა, რომ იმდენად ბევრი ფაქტორია, რაც შეიძლება შეიცვალოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბებსაც ცილდება, ხო? ანუ თორე ჩვენ ხო ხა დამოუკიდებლად ქართულ პოლიტიკურ რეალობას ესე ლოკალურად ვეღარ განვიხილავთ უკვე. ანუ გეოპოლიტიკური და რეგიონული და მათ შორის გლობალური პოლიტიკის ნაწილიც არის. ახლა შეიძლება ცოტა ისე ჟღერდეს ხო, ცოტა უცნაურია, შეიძლება შეცვალოს გახარიას პარტიის 12-მა მანდატმა, მანდატის გამოყენებამ გლობალურ პოლიტიკაში. ყველაფერი ნახეთ. აი მითხარით. არა, გახარიას მანდატების გამოყენებამ კი არ შეიძლება შეცვალოს. პირიქით, გლობალური პოლიტიკა შეიძლება ისე შეიცვალოს და რეგიონული პოლიტიკა შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ჩვენ უბრალოდ აღარ გქონდეს სხვა თუნდაც მორალური მათ შორის უფლება, რომ აი ესე ოცნებას გავატანოთ ეს ქვეყანა ავტოკრატიაში და დიქტატურაში და რუსეთში და ასე შემდეგ. ყველაზე ბედნიერ წარსულში, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვხედავთ რეალურად ქვეყანას როგორ ვკარგავთ. კი ბატონო, ჩვენ იცით კარგად რომ ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო სხვა პარტიების გადაწყვეტილების რომ ისინი დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში, მით უფრო ქუჩის პროტესტის, მით უფრო სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის და მშვიდობიანი პროტესტის არ გვაქვს პირიქით ამის მომხრე და მხარდამჭერებით ვრჩებით. მაგრამ კიდევ მეორე ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე რა ვითარება იქნება იგივე 5 ოქტომბერს. კი ბატონო, თქვენს ჩვენთვის მთავარი არის, ნახეთ, ჩვენთვის მთავარი არის რომ ოცნებას მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმა იქ სადაც არის მისი ყველაზე სუსტი წერტილი. ხო, მაგრამ პოლიტიკური დარტყმა ოპოზიციის მხრიდან უფრო ეფექტური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ის 60, ხო, თუ არ ვცდები 60 მანდატი იქნებოდა სრულად გამოყენებული, მაგრამ თავის დროზე გიორგი გახარიამ თქვა რომ იყო შეცდომა, ხო? ეხლა ამაზე მეტად გულწრფელი აღიარება მეტი რა უნდა გვინდოდეს. რამდენი ხანია უკვე გაგახსოვთ, იმიტომ რომ გავაკეთებ. წელიწადი ხდება, ახლა საუბრობს გიორგი გახარია რომ ეს იყო შეცდომა და თავის დროზე როდესაც პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მაშინ რატომ გამოუცხადა კიდეც და დღესაც ბოიკოტში. ხო, მაგრამ მიზეზი ხომ არ იყო, მიზეზი ხომ სხვა იყო ბოიკოტის გამოცხადების, ამაზე საუბრობდა თინა ხიდაშელიც. ანუ ის მიზეზი, რის გამოც დანარჩენმა სიები ჩახსნეს, თქვენ სიები არ ჩაგიხსნიათ, მაგრამ ბოიკოტში იყავით, არ მონაწილეობდით პოლიტიკურ საქმიანობაში, ის ხომ არ შეცვლილა მოცემულობა? მოცემულობა არ შეცვლილა, ემა, მაგრამ არც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. ანუ რეალურად ოცნება არის ჩამოყალიბებული ავტოკრატია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, აი ამ ერთწლიანმა მისმა პარლამენტში მოღვაწეობამ აი რამე შეფერხება მას, რამე დისკომფორტი თქვენ იგრძენით და კანონები ვერ მიიღო. ის კანონები, რომლის აღსრულებაც ჩვენ და თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ევალება. თუ რა, აი რამე დისკომფორტი, რამე შეზღუდვა აქვს, არაფერი ასე გააგრძელებს მომავალშიც. და რა ვქნათ ახლა ოცნების არჩევნებშიც, იმიტომ მივდივართ, თქვენ ხშირად გვითხოვს ჩვენ თქვენ იცით, რომ არ გვინდა დავტოვოთ ქართველი ამორჩეველი ოცნების პირისპირ. ხო? ანუ მე ამასინათაც ვთქვი, რომ აი კონტრშეტევაზე უნდა გადავიდეთ, ანუ ოცნების მოედანზე უნდა ვიბრძოლოთ. იმიტომ მე ხო დღეს ამ შემთხვევაში ვარ რაღაც თავდაცვის პოზიციაში, ხო? ანუ ოცნება ერთის მხრივ დასუსტდა, მაგრამ მეორეს მხრივ ახლა შიდა პოლიტიკურ დონეზე საკმაოდ მოიძლიერა მან პოზიციები და რეალურად ახლა ჩვენ ყველანი ვართ რაღაც თავდაცვით მოგერიების რეჟიმში და აღარ ვაპირებთ ამ რეჟიმში ყოფნას. ჩვენ ვაპირებთ კონტრშეტევაზე გადასვლას. მათ მოედანზე გადასვლას. რომ ამოვწურო თავს, ასე ვთქვათ, უფრო სრული პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას, მით უმეტეს გიორგი გახარიამ გახსნა ეს თემა, აქამდე არასდროს არ უსაუბრია და უფრო მეტად მარტივად და გასაგებად ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებულია 5 ოქტომბერზე, უფრო ზუსტად შესაძლებელია შეიქმნას ისეთი მოცემულობა, რის შემდეგაც გახარიას პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, შევიდნენ და შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას. თუ ქვეყანაში იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველა რესურსი ამოიწურა და ოცნებას ვერ ვასუსტებთ სხვა გზებით და ამისთვის ერთწლიანი პერიოდი მე ვფიქრობ რომ საკმარისია და ერთადერთი გზა რჩება თუნდაც საპარლამენტო ტრიბუნიდან, საპარლამენტო პლატფორმიდან მივაყენოთ
პოლიტიკური დარტყმები ოცნებას და ქართული ხალხი მართლაც აი ამ მოძალადე და მოღალატე რეჟიმის წინაშე პირისპირ დავტოვოთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გადავხედავთ, ეხლა როგორც მინიმუმ, ხო? ანუ ჩვენ ხო არ ვამბობთ ეხლა დღეს ამოცემულობით, რომ ეს რაღაც გადაწყვეტილია და უკვე ვიცით რას ვაპირებთ. ჯერჯერობით რჩებით ბოიკოტის რეჟიმში, პოლიტიკურად ამ მხრივ დღევანდელი მოცემულობით არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ნახოთ ეხლა ოქტომბრის 4 ოქტომბრის არჩევნების, ეხლა ეს 5 ოქტომბრის თარიღის პირობითია და შეიძლება ამის შემდეგაც რაღაც გარკვეული პერიოდი გავიდეს, ნახოთ, ამას ყველაფერი გაჩვენებს, დრო გაჩვენებს და ის მოცემულობა გაჩვენებს, რაც იქნება ოქტომბერში. ასე რომ თავარია კიდევ ერთხელ კონკრეტიკა რო შევიტყვეთ, რა თქმა უნდა გიდასტურებთ, რომ ეს საკითხი განხილვაში დადგება. დღის წესრიგში დადგება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ საკითხზე იმსჯელებს. ესეც დიდი სიახლეა ამ ეტაპისთვის და ამითიც ვფიქრობ შეიძლება საზოგადოება ანუ ერთია რომ თქვენი პოლიტიკური გუნდი ამაზე იმსჯელებს, მაგრამ ახლა პოლიტიკურ პარტნიორობაში ხართ ძლიერ საქართველოსთან. მათთვის თუ არის თქვენი ეს პოზიცია ცნობილი და იზიარებენ თუ არა ისინი ამ პოზიციას? ძლიერ საქართველოსთან ჩვენ ვართ. ძალიან პრინციპული საკითხი შეიძლება იყოს, ხო, პოლიტიკური ძლიერ საქართველოსთან ჩვენ ვართ თანამშრომლობის რეჟიმში, რაც უკავშირდება 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებს. ეს დავაზუსტოთ. ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება გქონდეს გარკვეული მოსაზრებების სამომავლო თანამშრომლობებზეც, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს არჩევნების პარალელში თანამშრომლობას. ეს ერთი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეხა ლელოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ გადაწყვეტილებას უკვე ვეღარ შეცვლის, როგორც ამბობ უნდოდეს. ასე რომ ნახოთ კიდევ მეორე მოვლენები. ეს პასუხი რომ შესაძლებელია ლელოში არც იწონებდნენ თქვენს აი ამ არ გონია ჯერ მოწონება არ მოწონებაზე იყოს საკითხი. მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით. თავად ლელოს უნდა კითხოთ. მაგრამ ამაზე ეს ლელოს პოზიცია იქნება საერთოდ მე ერთ-ერთი რამ თქვი ხა მხოლოდ რომ ლელოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ეს ზალაშია შესული და ამის გადახედვა ვერ მოხდება, ეს არის ისტორია. პოლიტიკურად მათაც როგორც გიორგი გახარიამ აღიარა რომ შეცდომა იყო, არ გამოურიცხავ მე პირადად რომ ლელომაც აღიაროს რომ შეცდომა იყო, ხო ეხა? შეიძლება ლელომაც აღიაროს რომ სიები არათუ მანდატების დატოვება, სიების ჩახსნაც შეცდომა იყო, უბრალოდ მათ აღარ აქვს აი ამ შეცდომის გამოსწორების რესურსი, რომ გამოსხები გახარიას განცხადება. გახარიას გულწრფელობის და მათ შორის შეცდომის აღიარების პრობლემა არასდროს არ ქონია და დღევანდელმა ინტერვიუმაც დაადასტურა რომ არ ქონია. გამოდის პოლიტიკური ლიდერი და პირდაპირ სიტყვით ამბობს რომ ეს იყო შეცდომა. შეიძლება კიდევ ვიმეორებ ლელოშიც აღმოჩნდნენ ლიდერები, რომლებიც ასევე გამოიჩენენ ამ გამბედაობას და იტყვიან, შეიძლება არ თქვან, შეიძლება ასე არც ფიქრობენ. ასე რომ ეს ნახოთ, დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, რას აპოზიცია იქნება ლელოს, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენ შორის დაწყებულმა პირადად ჩემ მოსაზრებას გეუბნებით, დაწყებულ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მხოლოდ არჩევნებს ეხება, ჩვენმა იმ გადაწყვეტილებამ თუ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, კიდევ მეორე და პარლამენტში შევალთ რაღაცა ჩვენ შორის ურთიერთობაზე ზოგადად რამე გავლენა იქონიოს. მე პირადად ეს არ მგონია. ასე რომ დაველოდოთ ლელოს პოზიცია რა თქმა უნდა საინტერესო იქნება. ხო, საინტერესო იქნება. ახლა რაც შეეხება ერთის გახარიას და შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით მინდა აუცილებლად ვისაუბროთ. მისი ჩამოსვლა არ ჩამოსვლის საკითხი, ანუ სამი თვით რჩება ის სწორად გავიგეთ, უფლება აქვს სამი თვით დარჩენის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში იქ მუშაობის, რა გეგმა აქვს სამი თვის შემდეგ თუ ეს საკმაოდ შორეული პერსპექტივაა და სამ თვეზე შემდგომი ნაბიჯების განჭრეტა უბრალოდ წარმოუდგენელია. ანუ რაზე არის დამოკიდებული მისი საქართველოში დაბრუნება, არ დაბრუნების საკითხი, როდესაც ხაზგასმით ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მის დააკავების რესურსი არ აქვს. კიდევ მეორე პოლიტიკურ სიტუაციაზე მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და ზოგადად გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე. მოდი, ამ საკითხში მაინც დავაზუსტოთ. აი მაგალითად თუ არ ვიცი, თბილისის მერი გახდა თქვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, ანუ შესაძლებელია ამის შემდეგ ჩამოვიდეს გახარია საქართველოში? არა, არ გონია ახლა ეს არჩევნებს ასე პირდაპირ არ უკავშირდება. არ უკავშირდება. რა თქმა უნდა. ანუ პოლიტიკურ განვითარებაზე როდესაც ამბობთ, აი ხელისუფლება თუ შეიცვალა, აი 4 ოქტომბერს თუ როგორც მშვიდობიანად დაასრულა ქართული ოცნება ლევან ხაბეიშვილმა, გახარია ხუთში დაბრუნდება? ნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. ყოველ შემთხვევაში ნახეთ, მე ერთი რამის თქვა, თქვენ ალბათ დამეთანხმებით, რომ
თუ ვინმეს უნდა რომ გახარიამ შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა, მინიმუმ შეეზღუდოს იმ დონეზე, რომ ის აღარ იყოს პოლიტიკურად აქტიური ლიდერი, რა თქმა უნდა, ის უნდა ოცნებას, ხო? მაგრამ გვაქვს რეალობა, როდესაც მარტო ოცნებასაც არ უნდა ეს. ვის შეიძლება უნდადეს ოცნების გარდა? რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს, შეიძლება კი არა არის პირდაპირ გეტყვით ნაციონალური მოძრაობა. ხო და ამიტომ მარტივად რო გითხრათ, ვერ მივართვით ვერც ოცნებას და ვერც ნაციონალურ მოძრაობას, რომ მათი სურვილიდან გამომდინარე, ახლა გიორგი გახარიამ ეს ძღვენი მიართვას ან ერთს და ან მეორეს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის შეჩერების სახით. რა თქმა უნდა, არ შეაჩერებს, ყოველთვის იქნება ეფექტური. ხო, მაგრამ რამდენად იქნება ეფექტური ახლა, ხო, დისტანციურად, მესმის რომ ყოველდღიური. მინდა გითხრათ ახლა თქვენ ახსენეთ რომ ყოველდღიურად. ხო, თვითონ თქვა რომ ყოველდღიური მე როგორც გუნდის წევრ, საპირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ჩვენი ყოველდღიური რეჟიმი არათუ არ შეცვლილა დისტანციური ურთიერთობის გამო, პირიქით კიდევ უფრო ეფექტური გახდა. ასე რომ ამის პრობლემას, დისტანციური ჩართულობის და დისტანციური ლიდერობის პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ. დანარჩენი მას ევროპაში ფიზიკურად და კონკრეტულად აქვს ძალიან დიდი ამოცანები დასახული და ამას ასრულებს თქვენ იცით ახლა 15 ივლისის მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შეძლო ის რომ თითქმის ყველამ ის პირადად შეხვდა და დღემდე მუშაობს იმაზე რომ ეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი როგორღაც კიდევ გადავადდეს ან გადავარჩინოს საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ოცნება სხვა გზას უკვე აღარ უტოვებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ასე რომ ევროპაში მისი ყოფნა ორმხრივად ეფექტურია კიდევ ვიმეორებ, ანუ ერთის მხრივ ის ევროპაში აკეთებს საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის საქმეს ერთი, მეორეს მხრივ ოცნებას არაძლევს იმ საშუალებას, რაც თქვა დღეს ინტერვიუში, რომ გარკვეული რაღაცა ხრიკებით, მაქინაციებით, საკუთარი ავტოკრატიული ინსტრუმენტებით, ასე ვთქვათ, მოახდინოს, დაბლოკოს, ასე ვთქვათ, და შეუზღუდოს პოლიტიკური საქმიანობა გახარიას. ამის უფლებასაც არაძლევს, ძალიან კარგი რო არაძლევს. და დანარჩენი გუნდთან რჩება კავშირზე და კიდევ ვიმეორებ, ხა ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი ყავს, იცით თქვენ და აბსოლუტურად უპრობლემოდ ვახერხებთ ჩვენ დისტანციურად. ხო, აი მინდოდა არჩევნების თემაზე გადასვლა და მიყვარს ხოლმე რაღაცნაირად. კი ბატონო. აზრობრივად ბმაში ერთი თემიდან მეორეზე და კობახიძე დამეხმარა, უბრალოდ კობახიძეს განცხადება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხაზარაძემ და გახარიამ მერობის კანდიდატად დააყენეს ლელოს ერთ-ერთი თანამშრომელი, საოცარი მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში და ალბათ ამას გაერიდა ბატონი გახარიაო. ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ გიორგი გახარია შეეშინდა და გაიქცა ქვეყნიდან. ალბათ უნდა პასუხოთ ირაკლი. მე მეორებ, აი ეს არის ზუსტად იგივე რაც თქვი, რომ ვერ მივართმევთ აი ამ მის ნანატრა, ასე ვთქვათ, სიტუაციას, როდესაც გიორგი გახარია არის ან ჩამოშორებული, ან შეზღუდული პოლიტიკური საქმიანობით. რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ თვითონაც თქვა, რომ თბილისში რომ ყოფილიყო და საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ქონოდა, ის გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა, ხო, ლიდერის დემოკრატიული ქვეყნის პირობებში, მაგრამ ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, რომელიც ყველაფერს შეიძლება ესე მართლა ვერ გაბედოს და ვერ დაგიჭიროს, მაგრამ ყველაფერი გააკეთოს და შეგვიძლია. პირადი ინდივიდუალური არჩევნის საკითხი არიან პოლიტიკური ლიდერები, ვინც არჩია საპატიმროში. ამ გადაწყვეტილებას გახარიაც ყოველთვის მიესალმებოდა პატივისცემდა და მეც არაერთხელ ჩვენს გუნდს დაუფიქსირებია თითოეული მათგანის მიმართ პატივისცემა. ეს მათი არჩევანია, მათ მიიღეს. სხვათა შორის ყველამ გააზრებულად მიიღო, ხო ეს გადაწყვეტილება თავად იცოდნენ, აზე მიდიოდნენ. ჩემთვის ეს ბრძოლა მე პირდაპირ გეტყვით, რომ მეც აღვიქვამ მათ ამ ჟესტს, როგორც პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთ ფორმატ და რა თქმა უნდა ამას პატივისცემთ. მაგრამ გახარი არის სხვა ტიპის პოლიტიკოსი, მას საკუთარი ტაქტიკა აქვს, სტრატეგია აქვს და არ მგონია რომ კიდევ ვიმეორებ ან ოცნებაში ან ნაციონალურ მოძრაობაში ან ნაციონალური მოძრაობის რაღაც ორბიტაზე იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც გახარიაზე უკეთესიან როგორ უნდა იმოქმედოს მან ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში და კიდევ ვიმეორებ ჩამოვა მაშინ, როდესაც ეს ქვეყნისთვის იქნება ყველაზე სწორი დრო. გახარია, კიდევ ვიმეორებ, ახლა პოლიტიკური ლიდერის მთავარი ამოცანა იმ რა არის? მთავარი ამოცანა არის ის, რომ იმუშაოს ქვეყნის ინტერესებში, ხო? ანუ ამას აკეთებს, მე აგიხსენით, რომ ორმაგი ეფექტურობით აკეთებს. პირველ რიგში ის, რომ ევროპაში მუშაობს ევროპული მომავლის გადასარჩენა და მეორე ის, რომ დისტანციური რეჟიმით ახერხებს. კიდევ ახსენეთ, რომ გახარიამ თავის შეცდომებზე ისაუბრაო და კიდევ ერთ შეცდომად არ ვიცი დაასახელა, აღიარა, რომ თავის დროზე, როდესაც პოლიტიკური პარტნიორობის, ასე ვთქვათ, შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნების წინ ლელო ძლიერ საქართველოს და თქვენს პოლიტიკურ პარტიას შორის, კარგი იქნებოდა, რომ რაღაცა უფრო სწორი
მე მგონი ასე თქვა, შუამავალი შეგვერჩია. ყველა მიხვდა რომ გულისხმობდა რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილს. მეორის მხრივ სალომე ზურაბიშვილი უკვე ღიად გაკრიტიკებთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს და რაღაც ასეთი თქვა რომ არჩევნებში მონაწილეობას თამაშობენ და ზოგადად სადო არც სად არის ქვეყანა. ფაქტია რომ ბოიკოტის მომხრეებთან ერთად რომლებიც მოუწოდებენ ამ მომრჩევლებს რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და ამით თქვენ პოტენციურ ამ მომრჩეველს კარგავთ სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებაც მისი მხარდამჭერებისთვის და ვიცით რომ ის ანგარიშგასაწევია ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან უარყოფითი ფაქტორი არის თქვენთვის წინა საარჩევნოდ. აი ხომ არ ჯობდა რომ თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი როგორც პოლიტიკური რესურსი, კარგი გაგებით პოლიტიკური რესურსი შეგენარჩუნებინა ან თქვენ ან ლელოს. ნუ ცოტა ხა ჯობდა და ამის საწინააღმდეგო ჩვენ ნამდვილად არაფერი არ გქონია, ხო? ახლა თქვენ იცით რომ ჩვენ ყოველთვის ყველა პლატფორმაზე სალომე ზურაბიშვილთან გქონდა თანამშრომლობა. ყოველთვის, მაგრამ ახლა ერთია ჩვენი სურვილი და მეორე ის თავად ქალბატონი სალომე როგორ სტრატეგიას ირჩევს ახლა სამწუხაროდ მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა მის მიმართ სამწუხაროდ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულ ალტერნატივას მის სამოქმედო გეგმაში ვერ ვხედავთ და ამიტომ კიდევ მეორე ხა ჩვენი გზა გვაქვს და იცით რომ პირველივე დღიდან ვამბობთ რომ მივდივართ არჩევნების გზით თუ ქალბატონი სალომე ამ გზას არ ეთანხმება მაშინ რაღაც გარკვეული ალტერნატივა უნდა შემოგთავაზოს ამის თუ თქვენ გახსენდებათ რომ მას აქვს რაიმე მკაფიო გეგმა და მე არ მახსოვს კი ბატონო როდეში მოვიხდი და თქვენ მოგისმენთ მაგრამ მე პირადად არ გამიგია ასეთი გეგმის შესახებ და ვერც განსაკუთრებულ აქტიურობას ვატყობ მას პირადად აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ახლა ეს მუხტი შენარჩუნება საჭიროებს ხო ანუ ეს მუხტი როდესაც რაღაც მომენტში გააქვს როდესაც ხალხის მხარდაჭერა გაქვს ეს უნდა გამოიყენო ხა ეს თუ შეასუსტე და შეამცირე ნუ ბუნებრივია ამის თავიდან ასე თქვა აკრეფვა მე ამ ტემპის და ამ მუხტის აღარ არის ისეთი ადგილი და ამიტომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მაშინაც მივესალმებოდით და ამიტომაც იყო რომ ქალბატონი სალომე შუამავლობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ჩვენ სადელოს შორის, ნუ რაც ვერ შედგა. ხა ამ შეცდომას დავარქმევთ თუ იმ სიტუაციაში უბრალოდ გარდაუვალა ასე ვთქვათ მოცემულობას, ახლა ეს სხვა ამბავია. ნუ როგორც ჩანს არის ეს მდგომარეობა, როდესაც ყოველთვის ვერ მიიღწევა საუკეთესო გადაწყვეტილებები, მაგრამ ნუ არის ქართული ამდაზაც ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და დღეს თუ ვინმე ახლა ერთობაზეა დაკვეთა, ხო? მე არ ვიცი რა შეიძლება ამაზე მეტი პასუხისგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობის აი ამაზე მეტი ჟესტი და ამაზე მეტი მაგალითი რა შეიძლება აჩვენოს საზოგადოებას, რაც ვაჩვენოთ ჩვენ და ლელო. ხა ჩვენ და ლელო კონკურენტი ოპოზიციური პარტიები ვართ, ვიყავით და ვართ დღემდე. დღემდე ამ წუთებში ჩვენ კონკურენტები ვართ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ვართ, სათითაოდ ლელოც და ჩვენი პარტიაც გახარია საქართველოსთვის იბრძვის. თუმცა ხამოლოდინები არსებობდა. მოდი გულწრფელად გეტყვით, აი ზუსტად შვებულების პერიოდი ქონდა, გაცილებით უფრო სწორედ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სწორედ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც თუნდაც 4 ოქტომბერს როგორც ცალკე აღებულ თარიღს ეკისრება თუ აკისრებენ, აი თქვენს ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად გულისხმობ მათ შორის წინააღმდეგობას, რომელიც შეხვდათ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ თქვენი კოლეგა ოპოზიციური პარტიებისგან, გაცილებით უფრო ეფექტური კონსენსუსის მოლოდინი არსებობდა. არსებობდა მოლოდინი, რომ პოლიტიკური ლიდერი ირაკლისთან ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, შედარებით უფრო ახალგაზრდა არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ფლანგზე. პოლიტიკური ლიდერი იქნებოდა დასახელებული. ანუ ქალბატონი სალომე? არა. ამ შემთხვევაში ან მამუკა ხაზარაძე, ან გიორგი გახარია და ამას ხელს არ შეუშლიდა და ერთის ციხეში და მეორეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. უცებ იქნება ქალბატონ სალომეს გულისხმობ, რომ ამის მოლოდინით დაკავშირებით ეს მოლოდინიც იყო და ამის მე გითხრა რომ სურვილიც იყო მათ შორის ჩვენი გუნდის მხრიდან რომ სწორედ ქალბატონ სალომე ყოფილიყო ის გამაერთიანებელი ფიგურა. თქვენი სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი? სამწუხაროდ ხარ აღმოჩნდა. ხა ჩვენ თვლით რომ არ იქნებოდა ეს ცუდი ვარიანტი, პირიქით იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე რეალური სურვილი არ იყო გაზიარებული სხვა კოლეგა ოპოზიციური პარტიების მიერ. ხო, არ იყო გაზიარებული და არც მას გამოუჩენია განსაკუთრებული აქტიურობა, ხო? ანუ სალომე ზურაბიშვილის იყო წინააღმდეგი? ნუ არ გამოუჩენია ფაქტია, ხა შეიძლება წინააღმდეგი იყო თუ არა, ფაქტია რომ მას შეგეთავაზებინათ და მიიღებდით კონკრეტულ ფასს. ნუ როგორც ჩანს არ ქონდა ამის სურვილი, იმიტომ რომ თვითონაც აირჩია აი ასე ვთქვათ ბოიკოტის გზა, ხო? და ჩვენთვის ეს გზა არ იყო მისაღები და დღესაც არ არის მისაღები და არასდროს არ იქნება მისაღები.
იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობას ვხედავთ პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს და ჩვენ ვცდილობთ რომ პარტიები დავაბრუნოთ პოლიტიკურ პროცესში და ამის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ეფექტური გზა არის არჩევნები. მადლობა გიორგი შარაშიძეს, გახარია საქართველოსა და ძლიერი საქართველოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ხატია დეკანოიძის და თამარ ჩერგოლეიშვილის პოზიციებს მოვისმენთ. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს გიყვებოდით იმის შესახებ, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში გახარია საქართველოს წევრების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს დღეს მხარი დაუჭირა, ანუ სადეპუტატო მანდატი ასე ვთქვათ, ძალაში შევიდა შემდეგი გახარიას პარტიის შემდეგი 12 ივლისთვის, რადგან მას არ ჩაუხსნია სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მსგავსად პარტიული სიები და დღესვე გიორგი გახარია გვეუბნება ასეთ რამეს, რომ საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება იყო შეცდომა, გამოსწორების პატარა რესურსი არის დარჩენილი, შევძლებთ გამოყენებას თუ ვერა პირდაპირ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ გარემოსთან, რაც შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგო. ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გვერდდება. მოგესალმებით ხატია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ისე ქართული ოცნების მხრიდან მათი ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. საინტერესოა თქვენთვის ეს არის თუ არა რაღაცა წინასწარ დაანონსება იმისა, რომ შესაძლებელია 5 ოქტომბერს გახარიას პარტიამ დაინახოს პარლამენტში მანდატების გაცოცხლების საჭიროება და ქართული ოცნების 86 დეპუტატს თუ არ ვცდები, ნამდვილად ბოდიშს ვიხდი თუ არ ვიცი მათი ზუსტი რაოდენობა პარლამენტში 12 ოპოზიციონერი დეპუტატი შეემატოს. საღამშვიდობის, მე სამწუხაროდ არ მისმენია ინტერვიუსთვის რიგი მიზეზების გამო მთელი დღე არ მქონდა ამის საშუალება, მაგრამ დაახლოებით თქვენი ხვა კითხვიდან და ასევე რამოდენიმე განცხადებიდან, რომელიც მე წავიკითხე, დაახლოებით სურათი მაქვს, მე ვერ გეტყვით რა იქნება მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ მოხდება, მათ შორის არ მოხდება თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ მას დაემატება გიორგი გახარიას პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. საერთაშორისო თანამეგობრობა არა მხოლოდ ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოში უკვე შეთანხმებულია იმაზე, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ხეიბარი პარლამენტი იმ კუთხით, რომ პრაქტიკულად მიტაცებულ სახელმწიფოში, სადაც არ ტარდება არჩევნები და ეს არჩევნები რა თქმა უნდა 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ქართული ხალხის ნების გამოხატვა და ამის შემდეგაც 28 ნოემბრის განცხადება, შემდეგ ძალადობა, ხალხის დაჭერა, ეს ყველაფერი არ აძლევს ლეგიტიმაციას ქართული ოცნების რეჟიმს. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, მიუხედავად რომ თავდაპირველად არ მისმენია ისე განვესე თქვა ინტერვიუსთვის, მე ვერ ვხედავ ლეგიტიმაციის ერთ-ერთ ნიშანს, თუნდაც რამოდენიმე ადამიანი დაემატოს. თუ ამბის გადადგავს, ეს იქნება, ანუ გადადგავენ, ეს იქნება ძალიან ცუდი და ეს იქნება პრინციპში იმის დასტური, რომ თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან და ლეგიტიმაციის მიცემის სურვილი კვლავ არის, თქვათ, მთავარი მამოძრავებელი ძალა. თქვენ იცით, რომ მე შეცდომას მივიჩნევ ძალიან სერიოზულ შეცდომას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ისტორიული ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ მთელი წინათოების განმავლობაში ჩვენ ოპოზიციის ფრაგმენტაცია გამოიწვია ზუსტად ამანაც, რომ
და უშუალოდ სხვადასხვა მოსაზრებები იყო და ისეთ კონფიგურაციაში და სტატუს-კვოში, როდესაც მარტს შეიცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისია, არც ადამიანები გამოუშვეს ციხიდან, ეხლა რამოდენიმე ადამიანს სასჯელის მისჯა ემუქრება კიდევ. ანუ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ძალიან კონკრეტულად იმის მანიშნებელი, რომ ამ არჩევნებს, რა თქმა უნდა, შედეგი არ იქნება. ის შედეგი, რაც არის ქართული ხალხის ნების გამომხატველი. ამიტომ მე ხა ზედმეტი სიტყვები ვარ დავხარჯო და უბრალოდ გახარიაზე და იმაზე თუ რა შეიძლება გააკეთონ, ანუ რაც მამულობა იყო და შეცდომა იყო ის გააკეთეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ლეგიტიმაციის გარეშე იარსებებს ეს პარლამენტი, სანამ ახალი არჩევნები ქართული ხალხის ნების გამომხატველი არ იქნება. ხატია, აი თქვენ შეცდომად მიგაჩინათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ როდესაც გახარია ამბობს, რომ სწორედ პარლამენტის მანდატების დატოვება იყო შეცდომა და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას, ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას, ის ამბობს, რომ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ის ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ოპოზიციამ ქართულ ოცნებასთან ბრძოლა საზოგადოებრივი აზრისთვის წააგო. სწორედ იმ არათანმიმდევრული ნაბიჯების და როგორც თავად თქვა, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო, რომ მათ შორის იგულისხმება რაღაცა არასწორი მოლოდინების აღძვრა მოსახლეობაში გაჩენა და ასე შემდეგ. იცით რა, ხა არ ვიცი, ძალიან ესე შორიდან ძალიან ადვილია ლაპარაკი, მაგრამ მე ვფიქრობ ერთი რამეა მთავარი. მთავარი არის, რომ ქართული ოცნების რეჟიმს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემა არის არალეგიტიმურობა, ეს პრობლემა არის სანქციები, ეს თქვენ იცით რომ სანქციები სექტემბერში სანქციების ახალ პაკეტებს ჩვენ ველოდებით, მათ შორის ეს დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მეგობარი აქტის მიღება ჯერჯერობით შეჩერებულია, ანუ არ წავიდა სენატში წინ, მაგრამ აუცილებლად დაიძრება და მე ამაში დარწმუნებული ვარ და ასევე ზოგადად ევროკავშირში ჩვენ გველოდება განხილვები და ეს განხილვები არის უვიზოს შეჩერება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირთან. ანუ ჩვენ შეიძლება ახალი კატასტროფების წინაშე დავდგეთ და ეს კატასტროფა, რომელიც არის უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან ევროკავშირის, პრაქტიკულად ჩვენ აღარ დაგვიბრუნდეს. ამიტომ აი ამ კონფიგურაციაში, როდესაც ვამბობთ, რომ ეს ადამიანები თანამშრომლობენ რუსეთთან, როდესაც ვამბობთ, რომ იზოლაციაში უნდა ქვეყნის მოქცევა ბიძინა ივანიშვილს და ნამდვილად უნდა, როდესაც ვამბობთ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა რუსული გავლენები, როდესაც ვამბობთ, რომ არ ვიცი, წარმოუდგენლად გაიზარდა რუსეთის წილი საქართველოში, თუნდაც ეკონომიკურად, თუნდაც პოლიტიკურად და ეხლა წარმოუდგენლად არ მინდა ინფილტრაცია. აქვე ვამბობთ და სრულიად სიმართლეა, რომ სუსტდება რეჟიმი, იმდენად თავის თავს ჭამს უკვე ბიძინა ივანიშვილის კლანური ეს, რა ვიცი, გადაადგილებები, შემდეგ ხა მე კრიმინალური იუსტიციაში ვიმუშავე ძალიან დიდი ხანი და კარგად ვიცი, რომ თქვათ იერარქიული სისტემები, ისეთი როგორიც არის სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალიან რთულია ამ იერარქიის დაკავება და რეჟიმის მიმართ ლოიალურობის შენარჩუნება, როდესაც ესე ძალიან ხშირად ისვრიან ადამიანებს და ისვრის ივანიშვილი, ვინც ამ რეჟიმს ლოიალურად უყურებდა და ასრულებდა ყველა დავალებას. ამიტომ ეხა ამ კონტექსტში რაიმე შეცდომაზე ლაპარაკი საპარლამენტო მანდატებზე ჩემი აზრით ზედმეტია უბრალოდ, ეხა რო არ დავხარჯო კიდე როგორც გითხრა ბევრი დრო, პირიქით ლეგიტიმაციის არ მიცემა, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული თანხმობა და შეთანხმება, ერთიანი იდეა სწორედ ეს შეიძლება შეიცვალოს ყოველ შემთხვევისთვის ამ მოლოდინებს აჩენს გახარიას და მისი თანაგუნდელების განცხადებები აი ამ დღევანდელი დღის განმავლობაში გაკეთებული. ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს 4 ოქტომბრის შემდეგ, 5 ოქტომბერს გამოვიდეს ქართული ოცნება და საკუთარი პროპაგანდისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოიყენოს და თქვას, რომ 12 ოპოზიციონერი დეპუტატი
შეუერთდა საქართველოს პარლამენტს და ამით ცადოს ლეგიტიმაცია შესძინოს საკანონმდებლო ორგანოს. ხო, არ ვიცი, ვერ გამოვრიცხავ ახლა, თუმცა მე ძალიან გამიკურდება და არ შემშურდება იმ ადამიანების, ვინც პერსონალურად ამ ქვეყნის წინაშე ასეთ ძალიან მძიმე შეცდომას და მძიმე ნაბიჯს გადადგავენ და ასეთ პასუხისმგებლობას აიღებენ გულწრფელად, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც, არ ვიცი, თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული, უსერიოზულესი ბრძოლაში, პროტესტში, რომელიც 280 დღე გრძელდება ადამიანების მიტოვება. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ხა მე არ მინდა რაღაც მეტყველება იმაზე, რომ რასიზმს გახარი, არ ვიცი, მე გულწრფელად ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება გადაწყვიტოს ქართული ხალხის ბედი, ან გადაწყვიტოს მომავალი, როგორი იქნება, ეს მომავალი განაპირობებს, ამ მომავალს განაპირობებს ის როგორ ვიქნებით ყველანი მობილიზებული, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ქართულ ოცნებაში არ არის ის მონოლითი, რა მონოლითიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველაფერი რაღაცნაირად საბოლოოდ წამოეღო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ პასიურები ვიქნებით და ჩვენ თუ არაფერს არ გავაკეთებთ, ეს მონოლითი შეიკრება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქციებს. თქვენ იცით, რომ მოდის 13 სექტემბერი, ასევე მოდის 4 ოქტომბერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ბევრი ადამიანი ელოდება და ვფიქრობ, რომ აუცილებელია გოსმოდეს, რომ ამ ქვეყანაში არ არის დრო აღარ აქვს დასაკარგი, ის დრო, რომელიც რეალურად ადამიანებმა თავისი ზურგით და თავგანწირვით და თავისუფლების დათმობით მოიტანეს. 4 ოქტომბერი, 13 სექტემბერი შეგვიძლია უკვე გადაჭრით ვთქვათ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია ამ ორ თარიღთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რჩებოდა გარკვეული საბეჭდილება, რომ მაინც იყო რაღაცა შეუთანხმებლობა, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა. იყო პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ პასუხისმგებლობა იყო 4 ოქტომბრის რაღაცა გამარჯვების თარიღად გამოცხადება. მე არ ვიცი რა მოხდება 4 ოქტომბერს გულწრფელად, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ვიყოთ ძალიან ასე ვთქვათ, თავგანწირვით ბრძოლის ნებისმიერ ეტაპზე, ხო? ანუ აუცილებელია ყველა დღეს გამოსვლა, როგორც შეგვიძლია და აუცილებელია მართლაც თავგანწირვა. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრ ადამიანს როდესაც ველაპარაკები, ამ ადამიანებს ჯერათ ესმით 4 ოქტომბრის უნდათ გამოსვლა, ასევე 13 სექტემბერს არის დაანონსებული აქცია, 27-შია დაანონსებული აქცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ეს უნდა გადაწყვიტოს ქართულმა ხალხმა. მერწმუნეთ ვერავინ ვერაფერს ვერ იზავს, თუ ხალხი არ იქნება საკმარისად ინსპირირებული, მოტივირებული და ვერ დაინახა და ხატია ადამიანებს რომ მოტივაცია ჰქონდეთ ალბათ პირველ რიგში გამოვიდნენ და შეუერთდნენ ამ აქციას 4 ოქტომბერს, ალბათ გარკვეული მოლოდინებიც უნდა გქონდეთ კონკრეტული შედეგი. თქვენ თქვით რომ არიცით რა მოხდება 4 ოქტომბერს. თქვენ თუ არიცით რა მოხდება 4 ოქტომბერს, ანუ ამ მომრჩევლისთვის აი რა შეიძლება იყოს ასე ვთქვათ მაპროვოცირებელი იმისა რომ გამოვიდეს და შეუერთდეს. მე არ შემიძლია გავწერო თითოეული ვთქვათ წამი როგორ იქნება და რა იქნება. კიდევ ვიმეორებ, ყველას გამარჯვება, ყველას ძალიან გვინდა და ნამდვილად გვინდა და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ამიტომ კონკრეტულად, აი ვთქვათ, ლევანი ძალიან ბევრს საუბრობს 4 ოქტომბერზე, სხვადასხვა ადამიანები ძალიან საუბრობენ, მე გულშემატკივრობ ყველა ჩვენს თავს გულშემატკივრობ პირველ რიგში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. და ეს მალე, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ მეტი დასაკარგი დრო არ გვაქვს ნამდვილად. ხედავთ, რომ წარმოუდგენელი იზოლაცია არის ქვეყანაში, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. რაღაც იმას აანონსებენ ეკონომიკურ ზრდას და ამ დროს ეკონომიკური ზრდა თურმე რაღაც ასე ვთქვათ, რაღაც სხვადასხვა დარგებში ივანიშვილის შემოტანილი სახელოვნებო ნიმუშები, რაც მას აქვს და დღეგ არ გადაიხადა უშორების კანონის გამო ამას გულისხმობენ, ბანკების მოგებას გულისხმობენ, ადამიანები ციხეში არიან
და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ყავს პოლიტიკური პატიმრები ეს ადამიანი უნდა დავიხსნათ და რა თქმა უნდა ქვეყანა პირველ რიგში ამიტომ ყველაფერი უნდა გავიღოთ და დავდოთ სხვათა შორის ვეფხია რადგან ახსენეთ პოლიტიკური პატიმრები ვეფხია კასრაძემ გააკეთა დღეს განცხადება გამოაგზავნა წერილი ციხიდან და თქვა რომ რატომ ელოდებიან მაინც და მაინც 4 ოქტომბერს 9 მილიონი ადამიანის ქუჩაში მობილიზებას ეს გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა მათ შორის აი ამ ჩვენი სასამართლო პროცესების დღეს დაემთხვიათ აი ესეთი მასშტაბური აქციები, იმიტომ რომ ეს დამატებითი წენეხი იქნებოდა როგორც ქართული ოცნებისთვის, ისე თავად გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეებისთვისო, არ ვიცი, იღებთ თუ არა ამ გარკვეულ საყვედურს თუ გულის წყვეტას. მე რა თქმა უნდა ვისურვებდი რომ გაცილებით მეტი ადამიანი იყოს ყველა განაჩენზე და სასამართლოში სულ, მაგრამ 4 ოქტომბერი ეს არის ბუნებრივი თარიღი, როდესაც ქართული ოცნება რაღაცა ესე ეგრეთ წოდებულ არჩევნებში კვლავ გადაწყვეტს რომ რაღაცნაირად გაიმყაროს საფუძველი, ხო? ანუ არჩევნებში სადაც შევიდა მარტო სამწუხაროდ თქვათ ლეუსთან და გახარიასთან ერთად სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ გულწრფელად, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, უკიდურესად დიდი შეცდომა, მაგრამ 4 ოქტომბერი ეს არის ის დღე, როდესაც არის ბუნებრივი თარიღი. როგორც გევითხრით, ყველა დღე ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლებელია ყველა დღეს არ გროვდება ძალიან ბევრი ხალხი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც ყოველდღე არიან უსთაველზე და ამ ადამიანებს და პოლიტპატიმრებს, რა თქმა უნდა, მათი თავგანწირვა არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული და საქართველოს მოქალაქეებზე პირველ რიგში. მადლობა ხატია დეკანოიძეს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლიიშვილია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა. მოგისწრიათ და ასე ვთქვათ, გაგიკეთებიათ კომენტარი. თქვენი მოსაზრება დაგიფიქსირებიათ სოციალურ ქსელებში გახარიასთან დაკავშირებით. რამდენჯერმე დავავლე თვალი, მაგრამ თქვენთვის უჩვეულოდ დაგინდიათ გახარია ამ თქვენს კომენტარში. არ ვიცი, რას გულისხმობთ დანდობაში, ჩემი აზრით ადამიანს უფრო მწვავე ხართ ხოლმე თქვენს კრიტიკაში, მათ შორის გახარიას მე ვთვლი, რომ ძალიან მწვავეა ეგ კრიტიკა, ჩემი აზრით უფრო მწვავე ვიდრე ბევრი სხვა კრიტიკა, რომელიც თქვენ მწვავედ გეჩვენებათ, იმიტომ რომ მიშას ვადარებ. ხო, ბოლოს ამბობთ, რომ მიშას უყურაო ძალიან ბევრი და ჭკუაში დავიწყდა. ნუ მეტი რა უნდა იყოს ამაზე მძიმე გახარიასთვის, რომელიც ერთადერთი კრედიტა, თქვათ, რაღაცა მიშასგან განმასხვავებელი ის იყო, რომ პერიოდულად იძახდა ხოლმე, რომ პოლიტპატიმარი ციხეში გადაიყვანეთო, ხო? ანუ და ზუსტად ისე იქცევა დღეს იმ რაღაცა სხვა ქვეყანას თავშეფარებული, როგორც ის იქცეოდა, როდესაც იქიდან აბიაბურებდა აქ ოპოზიციის შრომას, ხო? ოპოზიციის გაძლიერება სად ხდება ოპოზიცია როგორ შეიძლება გაძლიერდეს ოპოზიცია თავს ვერ გაიძლიერებს ვერც ერთ ინსტიტუტში იმიტომ რომ ინსტიტუტები არ არსებობს ამას თავად გახარია გვიხსნიდა მრავალი თვის განმავლობაში არჩევნები არ არსებობს ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება ოპოზიციამ თავი გაიძლიეროს არის ქუჩა იმიტომ რომ ჩვენი ბედი და ამ ქვეყნის ბედი გადაწყდება ქუჩაში ეს იმას კი არ ნიშნავს რომ რაღაცა აუცილებლად რევოლუცია იქნება ან არა ყოველ შემთხვევაში ქუჩიდან შექმნილი წნეხის შედეგად დათმობს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმი ძალაუფლებას და მხოლოდ ქუჩიდან წნეხი აიძულებს მას რომ დანიშნოს გახარია ამ დღეს ეს უბრალოდ გადუებრივი კატავერს შეწუდა ძეხვსაო პარასკევია დღესაო და კვახე იყო ის ყურძენი დამაკვნეტა და კბილებსაო ხო გაგიგიათ ესეთი რაღაც ახლა ვერ გაძლო ნებისყოფა არ იყო გაიქცა ეხა იქიდან დგას და რაღაცას თავისი მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს იმით რომ აქ აბიაბურებს პროცესს და ოპოზიცია გაძლიერებულია უნდა ეს გახარიას და ამის დანახვა უნდა თუ არ უნდა ჩვენ გვახსოვს რომ ოპოზიციას რა შეიძლება დღეს აძლიერებდეს თუ არსებობს ხალხი რომელიც მას ენდობა ხალხმა შეიძლება ოპოზიცია გააძლიეროს ხო მხოლოდ ფული ვერ გააძლიერებს თუ ბიზნეს დამარცხება ამოცანა იმიტომ რომ ის რამდენიმე ნაბიჯით წინ იქნება ხო ერთადერთი რამაც შეიძლება ოპოზიცია გააძლიეროს არის ხალხი რომელიც მას ენდობა ხალხი რომელიც მას მიყვება ხალხი რომელიც მას უსმენს და ხალხი რომელიც მას ტაშსაც უკრავს
და ამისი პირველი ნიშანი მრავალი ხნის მერე, მრავალი თვის მერე რეალურად. ჩვენ ნახეთ 19 ივლისს, როდესაც ოპოზიციამ, რვა პარტიამ გამოვაცხადეთ აქცია, გამოვიდა ზღვა ხალხი ზაფხულის უცხელეს დღეს გაიარა თესეუდან უნივერსიტეტამდე მარში, დადგა იქ, მოგვისმინა პოლიტიკურ ლიდერებს, ტაში დაგვიკრა და არ უგინები ვართ ისე დავიშალეთ. ანუ აი ეს არის ოპოზიციის გაძლიერება. ეს ახლოსაც არ არის იმასთან, რაც ჩვენ გვჭირდება, იმისთვის რომ გავძლიერდეთ, მაგრამ დინამიკა არის ეს და არა სადღაც გერმანიიდან წამომჯდარი ონლაინ ემიტი რა არის კომისია არჩევანი როგორც ამბობს ხომ, მან თქვა რომ კი ვერ დამიჭერდნენ, მაგრამ პოლიტიკოსი და ეს იყო მისი არჩევანი და ზოგადად კაცს კარგად არ ახასიათებს პასუხისმგებლობას რომ გაურბის საკუთარ არჩევანზე. არჩევანი ჰქონდა ზუსტად ისე როგორც ჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს, ზუსტად ისე ჰქონდა ხაზარაძეს, ხაზარაძის ადვოკატობას ვერავინ დამწამებს, ხო? ზუსტად ისე როგორც ჰქონდა ბევრ სხვა პოლიტიკოს, რომელიც ციხეში წავიდა და არ გაქცეულა. მაგრამ კიდევ ერთხელ მე არ განვსჭი მას იმისთვის, რომ გაიქცა. მე უბრალოდ ვეხმაურები მის საქციელს, როდესაც იმის ზრდილობა არ ყოფნის, კაცი რომ გაიქცევი ქვეყნიდან, ბრძოლის ველიდან რომ გაიქცევი, იქიდან დარჩა ბრძოლის ველზე იმას არა, იმას არ გაუბიაბურო შრომა, იმას არ გაუბიაბურო ის, რომ საკუთარი თავისუფლების რისკის ფასად და საკუთარი თავისუფლების ფასად, კაცო, ამდენი ლიდერი ციხეში ზის, აქ ზის და იბრძვის. ეს არის, არ ვიცი მე სად გაიზარდა საერთოდ. ანუ აი რავი, აი ცუდი როგორ თქვა, უსაქციელობაა ეს რა, მოკლედ. უსაქციელობა იყო მიშას შემთხვევაშიც, როცა ის 8 წლის განმავლობაში რამდენი ხანით ემიგრაციაში იყო. ამას აკეთებდა, უსაქციელობა აი ამ პიჟონის შემთხვევაში. შეცდომა იყო ამბობს. შეცდომა იყო საპარლამენტო მანდატების დატოვება. ეს საკითხია ეხლა თავის მემუარებში როგორ განიხილავს რას, ანუ ეს ცალკე საკითხია. მე იმას კი არ ვიძახი, რომ არ შეუძლია კრიტიკული თვალით შეხედოს აქ მიმდინარე პროცესს, ოღონდ უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი მემუარებში შესაძლებელია გადაწყვეტილება, ანუ პოლიტიკური ბოიკოტის ფორმა შეცვალონ აგერსულ რაღაც ერთ თვეში და კი, ესეც ვნახე რომ აცეცხლონ საპარლამენტო მანდატები. კი, და თან მათისია ჩახსნილი არ არის შესაბამისად ის. ეხლა ეს ხო არის გამოწვეული იმით, რომ მას აქ აპარატჩიკების თავისი პარტიაში ვინც ყავს ხალხი რეალურად აპარატჩიკები, აი მის გარე შენულები რამენერად არჩინოს, ხო? და ასე შეინარჩუნებს დაფინანსებას, თვითონ გაქცეულია იქ თავი აქვს შეფარებული, პროცესის აღარჯერა, გამარჯვების აღარჯერა და ეს ხალხი რაღაც თქო უნდა შეინახოს და რავი დაასაქმებს იქ და მე იქიდან პარტიულ დაფინანსებას შეინარჩუნებს და იმ პარტიული დაფინანსებით ვინც მანდატები დატოვა იმათ მას იზავს და ასე დალაგდება რა რაღაცას ამენეჯებს ახლა თავის გაქცევის მერე და კი ბატონო აკეთოს მაგრამ აქედან კიდე ქვებს რო ისვრის რომ სად გაძლიერდა ოპოზიციაო ეგრე არ არის ჩვენ ძალიან კარგად ვნახავთ გვახსოვს რომ ეს საერთოდ ვერ ადიოდა სიტყვის სათქმელად რუმაზე რა ქვია რუსთაველზე და დანარჩენები ასული მინათებული ლაზერებით ხო და ჩვენ ვნახეთ 19 ივლისის აქცია როდესაც ზღვა ხალხი გამოვიდა და ყოველგვარი წინააღმდეგობის ეს იცით რამ განაპირობა? განაპირობა იმან რომ ჩვენ პროტესტს არ უღალატეთ. იმ რო აპარტია მიუხედავად იმისა მოგწონს ერთმანეთი არ მოგწონს თუ როგორ. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილმა რომელიც რვეულში იყო თორე იქ ახლა ნაციონალურ მოძრაობას კიდე რაღაც განაყოფი აქვს რომელსაც მეტი არაფერი არ გაუკეთ. ნუ რეალურად ხაზარაძეს ერთხელ არ დასხმია თავს ხო ხაბეიშვილი ზის ლელოვიზიაზე აქ შეუზღუდავი ეთერი იქიდან დგას ლაპარაკობს ძირითადად რვიანს ესხმოდა თავს 4 ოქტომბრის თარიღით რო ეს არის. ანუ რო გავყვეთ ამ ყველაფერს ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ხალხმა მიგვიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა ნდობის წინაპირობა გაჩნდა. რომ აი ამათმა თავის სიტყვას არ უღალატეს. აქ რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმ პარტიებმა, რომლებიც არ შევიდნენ პარლამენტში. და ეხლა მარტო ჩვენ ფედერალისტები რომ მდგარიყავით და გვერდზე ამ გამოცდილების პარტიები, რომლებსაც მანდატები დატოვებული ჰქონდათ, არ მდგარიყვნენ, შეიძლება ესეთი წარმატებული არ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, როდესაც შენ რაღაც თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამ, ამითი იმსახურებ ნდობას და ეს არის შენი ძალა. და ოპოზიცია დღეს ნამდვილად არის უფრო ძლიერი, იმიტომ რომ 19 ივლისის ეს აქცია თავისთავად ვამბობთ ოპოზიციას და ვის გულისხმობთ ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა განაყოფი, განშტოება ოპოზიცია ჩემთვის გეტყვით მე ვის უწოდებ ოპოზიციას უწოდებ იმას ვინც არ არის რეჟიმის თანამზრახველი იმ ფარსში და ხალხის მოტყუებაში რასაც 4 ოქტომბრის არჩევნებს უძახებს თვითონ ნახეთ აი ამ რვიანში მათ შორის ცოტა ხნის წინ გავიგე მიშა სააკაშვილი სადაც არის ყოველთვის პრობლემები იქნება მაგრამ ამას მნიშვნელობა ანუ საქმე ხო რაშია რასაც არ უნდა ვფიქრობდე მიშა სააკაშვილზე და მის პარტიაზე
მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჭირდებოდა მიზნობრივი ალიანსი იმაში, რომ მიგვეღწია ბოიკოტისთვის და ეს ბოიკოტი ყოფილიყო რაც შეიძლება ფართო. არა არჩევნების, არამედ არჩევნებად წოდებული ფარსის ბოიკოტი. ეს მიზანი მიღწეულია. ეხლა ნაციონალურ მოძრაობასთან მე მაგ დაპირისპირება 2016 წლიდან. ეს არავისთვის ახალი არ არის, თიკა ბოკუჩავას და გია ბარამიძე თანამშრომლობთ კონკრეტულ თუ არ თანამშრომლობთ გავიგე ხა სახის შესანარჩუნებლად რა იგულისხმებით ალბათ მაგას მნიშვნელობა არ აქვს საბედნიეროდ არაფერში ისედაც არ თანამშრომლობდნენ იმრივიანში სხვები თანამშრომლობდნენ ხალხო ესენი უბრალოდ იდგნენ და რიგ შემთხვევაში უბრალოდ ბორბალში ჯოხი იყვნენ უბრალოდ ბოიკოტში იყვნენ და შესაბამისად წიხს ხوار კრავდით არჩევნებს ხوار შევაგდებდით და ეს რვიანი არის ერთადერთი რაც არის ბოიკოტი ეს თვითონ ნაციონალური მოძრაობა იქაჩება იმისკენ რომ რაღაცა მიშას გარშემო ერთობა შექმნას და იქ მიშას პიროვნების კულტი იდგეს და ყველაფერს ურტყამს წიხლებს სადაც მიშას პიროვნების კულტი არ დგას იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ხო მიშას გარეშე ნულების პარტიაა ანუ ისინი თავადაც ვერ უარყოფენ ამას აი ახლა ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ტიპს რო კითხოთ რომ პოლიტიკურად მიშას გარეშე თქვენ ნული ხართ თუ არა ხართ ნული გაუჭირდება პასუხისგაცემა იმიტომ რომ მიშამ თავისი მთელი აი ეს 2013-14 წლის მერე საითად წაიყვანა პროცესი და 16-ის მერე ხო საერთოდ რომ პარტია აქცია მიშას გარეშე ნულების პარტიად ანუ არც თიკა ბოკუჩავარს არც ლევან ხაბეიშვილს არანაირი ძალა არ გააჩნიათ მიშას გარეშე საერთოდ და თუ მოიპოვებს ლევან ხაბეიშვილი ან თიკა ბოკუჩავა აუცილებლად დაუპირისპირდება მიშას ზუსტად ისე როგორც დაუპირისპირდა მელიას რომელსაც დამოუკიდებელი იმიტომ რომ მიშა თვითონ განაპირობებს ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე ეს მაგათი ცალკე პრობლემაა და შეუძლებელია რომ ამ პარტიამა როდესმე იმის რა ქვია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეძლოს რომელიც ზუსტად იგივეა ხო ბიძინა ივანიშვილის პარტიაც ხო ბიძინას გარეშე ნულების პარტიაა კობახიძე რომ მოისროლა აი როგორ მოისროლა კობახიძე კი არა თუ ღარიბაშვილი ლილვაშვილი მთელი თავის რა გვარებს ვერ ვიმახსოვრებ რა ისედაც პრობლემა მაქვს და მით უმეტეს მაგარარავების გვარებს მათ უმეტეს რომ წავიდნენ მაგრამ იმათაც იციან ეხა რას ვლაპარაკობ როგორც ისინი აი ბახტაძე რომ თუ მისმენს ეხა აი გამახსენდა კვირიკაშვილი თუ მისმენს ხო იცის რას ვლაპარაკობ რომ ბიძინას შენ თუ შენი პოლიტიკური წონა არ გაგაჩნია ისეთ სისტემაში ფიგურირებ ხო შეიძლება რა ერთი შეცდომა მოგვიწვა ვერასოდეს შენი შინაგანი რწმენით ვერ იმოქმედებ ყველაფერი დამოკიდებული იქნება შენ პიროვნების კულტზე ზუსტად იგივე სისტემამ როგორ უნდა შეცვალოს მეორე რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი ხო? ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი იქნება ხალხისგან წამოსული იმპულსი და რამდენად მოერგებიან პარტიები და რამდენი პარტია და რომელი პარტიები შეძლებენ, რომ ხალხის დაკვეთას უპასუხონ და თვითონაც სისტემურად გადაიტვირთონ და რვიანი ამხრივ მე მომეწონა რვიანის პროექტი რა თვალსაზრისით იცი რომ ეხლა ნაციონალურ მოძრაობასთან რა იქნებოდა და რა არა ვიცოდი ზეპირად ანუ ზუსტად ვიცოდი რომ ამიტომაც იყო 4 ოქტომბრამდე და ამიტომაც იყო მხოლოდ ბოიკოტზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში დანარჩენ პარტიებში დავინახე სივრცე რაღაც თანამშრომლობები საერთო პროექტების გარშემო ხა პარტიების გადაზელვას კი არ გულისხმობ მაგრამ ხა 13 სექტემბრის აქცია არის სადაც უნდა ვითანამშრომლოთ და ვისთანაც ვხედავ რომ პარტიებს რომელსაც შრომის ეთიკა აქვთ საქმეზე ფოკუსირება შეუძლიათ რაღაცეების წყნენების გვერდზე გადადება იმიტომ რომ დაღლილები ვიყავით უკვე ამ ნაციონალური მოძრაობისგან რაღაც შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე სადაც გადაჭედილი იყო მთელი ეზო აი ამაზე რაღაცა მსჯელობა ჰქონდა და მე არ ვიზიარებ მიშას იდეას აფხაზურ-ქართული სახელმწიფოს შესახებ მეთქი ეს ვთქვი და ამაზე მქონდა მე 3 საათიანი გარჩევა რატო დაუპირისპირდი მიშას ეს ხო არის სიგიჟე ვისთან აი ვისგან წამოვიდა არა მაგას რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ ზოგადად ამაზე დგას პარტია ხვდებით ანუ ვერ ვხსნიდი ვერანაირად ხალხს არ აინტერესებს ანუ მე ვცდილობდი იმის ახსნას რომ ხალხს არ აინტერესებს ჩვენ ერთმანეთში რა ურთიერთობა გვექნება ხალხს აინტერესებს რას შევცვლით ჩვენ მათთვის, ანუ ხალხს აინტერესებს, როგორ დავიცავთ მათი შვილების სიცოცხლეს რუსული საფრთხისგან. ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ. ხალხს აინტერესებს მათი შვილები, რომ საშუალო სკოლებში განათლებას ვერ იღებენ, როგორ გავზრდით მათი შვილების განათლების ხარისხს. ანუ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმით, რატო ეშინია ქოცებს ყველაზე მეტად აი ამ 13 სექტემბრის აქციის, იმიტომ რომ თემის ეშინია. ჩვენი კი არ გვეშინია, თემა არის უვიზო ამ აქციის. დამხობა და შმამხობა კი არ არის და რაღაც დედლაინები საკუთარი თავისთვის, რომ აი 4 ოქტომბერს დასრულდება ყველაფერი. ჩემი დედლაინი გამარჯვებაა. სანამ არ გავიმარჯვებთ, მაშინ დასრულდება, როცა გავიმარჯვებთ და მერე დაიწყება ახალი ბრძოლა, ხო? ამ ქვეყნის დასაბრუნებლად ნორმალურ რელსებზე. და რა დედლაინებს უწესებთ ჩვენ თავს და მოგეთ ეს არის რა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევძლოთ ქართულ ხალხთან საერთოს გამონახვა და ჩემი აზრით რვიანი კარგი პროექტია თუნდაც აი ამ ბოიკოტში თანამშრომლობის დროს იმიტომ რომ შეხებაში ხომ მოვედი სხვა ხალხთანაც ხო ამას გარდა ლიდერების მიღმა შევედი კომუნიკაციაში ვიღაცებთან და დავინახე ვისთან არის მუშაობის სივრცე და თუ შენ პარტიული სისტემა არ გიშვებს სანიკიძესთან და ბოკუჩავასთანაც ვიმუშავებდით უბრალოდ ისინი თავის თავს არ ეკუთვნიან ის ვალდებულია რომ შენ გელაპარაკოს იმაზე რატო გააქრე მიშა სრული ტყუილი
ხვდებით რას ვიზა? ხან ამ კიდე რომ ადრე თუ გვიან ნაციონალური მოძრაობა გავა ამ რვიანიდან? ვერ გავა თუ არჩევნებში არ შევიდა. ანუ ფიზიკურად ვერ გავა, ვერსაიდან ვერ გავა. 13 სექტემბრის აქციიდან შეუძლია გავიდეს. ანუ თუ იტყოს შეუძლია 13 ივნისის აქციას გაემიჯნოს და მათი 20 მიშისტი არ მოვიდეს იმაზე, რა ქვია, აქციაზე. ეს შეუძლიათ. მაგრამ ამის იქით ახლა არჩევნებში ვეღარ შევლენ, ხო, გადასულია ვადები. და რა იქნიონ წიხლებიდან იყონ, მე რა ახლა მე მაგათთან დაპირისპირება მაქვს 2016 წლიდან მაგათ ბელათთან, ხო? რა შუაშია თიკა მოკუჩავა და ხაბეიშვილი და ესენი საერთოდ. ეგ ხაბეიშვილი საინტერესო ჩემთვის იმდენად არის, რამდენიც სააკაშვილს განასახიერებს და ის ანიჭებს ძალას თორე. ხა ცალკე აღებული, რა მე სერიოზულადაც არ განვეთქვა. სალომე ზურაბიშვილის ფაქტორზეც მინდა გკითხოთ, განცხადება კი გააკეთა, მაგრამ სიმართლე გითხრა, ბევრი ვერაფერი გავიგე, ის ამბობს, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა არ დაშლილა, უბრალოდ ლიდერები არიან ციხეშიო, მაგრამ ვინც არ არის ციხეში, მათთან თანამშრომლობას რა უდგას წინ და სალომე ზურაბიშვილის გაგება ზოგადად რთულია ხოლმე, მაგრამ მე მესმის, იმიტომ რომ რაღაც თანამშრომლობის დროს გავიგე მისი ენა როგორია და ვცდილობ ხოლმე რომ სულ ავხსნა. ანუ სალომე ზურაბიშვილმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ თავისი პოზიცია აი ამ არჩევნებად წოდებულ ფარსთან დაკავშირებით, რომ ეს არის რეალურად მაიმუნობა უწოდა ფაქტობრივად გახარიას და ლელოს მონაწილეობას იმაში. მაგრამ სალომე ზურაბიშვილს რწმენა აქვს და ამას იძახის ყველა აქციაზე, სადაც სიტყვით გამოსულა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეიძლება ერთობით. ის თulis რომ 4 ოქტომბერს არ სრულდება ეს ბრძოლა, ხო? ანუ მერეც საფიქრელია და ერთობისთვის შენარჩუნებული აქვს პლატფორმა, რომელიც ახლა ბუნებრივად გაჩერებულია გამომდინარე იქიდან, რომ შეიკრიბოს, იქ კარგი არაფერი არ მოხდება და სალომე ზურაბიშვილს უნდა ერთობის შენარჩუნება და მე 4 იმის შემდეგ ვინც დარჩება ოპოზიციად, ასე ხედავს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა არის ის, თუ გვინდა უვიზო შევინარჩუნოთ, თუ გვინდა დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, თუ გვინდა უსაფრთხოება მოვიპოვოთ, რომ ეს რეჟიმი ყველა ვარიანტში შევცვალოთ. ეს რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს მარტო ქუჩიდან. ჩვენ სხვა ალტერნატივა იმ გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე არ გვაქვს, იმიტომ რომ თუ არ ვიბრძვით გამარჯვებამდე, ალტერნატივა არის, რომ დამოუკიდებლობას ვკარგავთ. ჩვენი შვილები ხვის ომში იხოცებიან, რავი, ევროპასთან თავისუფალ მიმოსვლას ვკარგავთ, ჩვენი პასპორტის ფასი რაღაცა ნულამდე დადის, ანუ და რეალურად იზოლირებულები ვარ და დღეს რაც ვნახეთ, ყაველაშვილის წერილში აი ეს რაღაცა რომ სისულელებს რო ეაჯება ღირებულებითი თანხwebdriver გვაქვს, მაგას რა გონია ღირებულებითი თანხwebdriver, არ არსებულ პრობლემებთან ბრძოლა საქართველოში? ამერიკაში ის თემა იმიტომ დგას იგივე deep state-ის და იგივე ვთქვათ იქ რაღაცა ტრანსგენდერების რო რეალურად დგას. და ვინმეს გონია აქ მაგ თემებს რაც ამერიკაში რეალურად დგას სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად, ადამიანების სადევნად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და კონტროლის შესანარჩუნებლად ქვეყანაზე რომ გამოიყენებ, ეს არის ღირებულებითი თანხwebdriver. მეტი ციგნები უნდა ეკითხათ, რომ მიხდარიყვნენ რას ნიშნავს ღირებულებითი თანხwebdriver და თუ ცივილიზებულ სამყაროსთან ნორმალური ურთიერთობა უნდათ, გაუნათლებელი ესენი რა ქვია, უმეცრები და მონები, რომლებიც საერთოდ ნულები არიან, შეუძლიათ რომ ნულები იყვნენ, რომელიღაცა ბელადის გარეშე არ უნდა მოდიოდნენ სათავეში. და ეს პრობლემა მაქვს, გინდა ქართულ ოცნებასთან, გინდა ნაციონალურ მოძრაობასთან. პოლიტიკოს სჭირდება მოქმედებდეს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც მიბმულია მის ამორჩეველთან. პოლიტიკოს სჭირდება ფეხები, იმისთვის რომ შეძლოს თავისი ამორჩევლის ინტერესების დაცვა. თუ პოლიტიკოსი არის თავისი ბელადის ინტერესების დაცვაში და გეჯიჯღინება წარამარე ის რატო თქვი, ეს რატო თქვი, ნაცვლად იმისა, რომ თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, განათლების რეფორმაზე გელაპარაკოთ, ის პოლიტიკოსი ხალხს არ გამოადგება. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს უნდა გადაწყვიტოს მისმა ამორჩეველმა. სანამ ამორჩეველი ყავს, მე ვალდებული ვარ, რომ თუ ბოიკოტია პარტია, იქიდან ვერ გავაგდო, ხო? იმიტომ რომ ის თავის ამორჩეველს წარმოადგენს და ხა დანარჩენი ხა იმათმა თიკა ბოკუჩავა მიშას ლოიალურობის დასამტკიცებლად რაზე იქნია წიხლები, ეგ უკვე მეორე ხარისხოვანია და გადაიარა კიდევაც, ხო, მაგ თემამ, ანუ რეალურად ეგ თემა აღარ არსებობს. კი ბატონო, და ძალიან საინტერესოა, გარიც სხვა სიტყვდნენ, ჩემგან ისინი ხო ცალკე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ საიდან უნდა გავერიცხე, ისინი საერთოდ ვერ ხვდებოდნენ. გარიც სხვა სიტყვდნენ, გამიჯუნა სიტყვდნენ. გარიც სხვას გამიჯუნ, დაგმე თუ ვერ გაიგეს და თანაც თორე მანამდე იქ ქონდა რომ მე ვთქვი რომ დიდი შეცდომა მომივიდა მეთქი და რადგან ამ მიშასგან მიშვეულები ვიყავით რომ არ იქა მიშაზე არაფერი არ თქვა, მეთქი მე ვიტყვი რომ შეუძლიათ მე შემაფასონ, დამგმონ, რაც უნდათ ის თქვან, ეს სამუშაო პროცესზე უარყოფითად არ აისახება, იმიტომ რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ხო? და ანუ ამაზე საუბარი მანამდეც იყო და ვერ გავიგე საერთოდ რა ამბავი ატეხეს, უბრალოდ ლოიალურობას უმტკიცებს მიშას, რომ აი რაღაცა ჩერგოს ის, მაგრამ ეს ახლა რა თიკა ბოკუჩავა 2016 წლიდან დაიწყო და მისი ძლიერების პიკში რო იყო მიშა 2016 წელს, როცა ყველაზე დიდი პარტია ქონდა, ყველაზე დიდი ოპოზიციური არხი ქონდა, ყველაზე დიდი პოლიტიკური ფული ქონდა და ნორმატიული გავლენა ქონდა, ანუ ოპოზიცია დითვლებოდა, მაშინ მე მოახერხა ჩემი დაქენსელება ეხლა და ეხლა მით უმეტეს თბილისში მე 5 ადგილზე გასული, აი ეგ ხო წარმოუდგენელი. აი როცა ოპოზიციურად განწყობილი
ამომრჩევლის მობილიზებაზე საუბრობთ, ხო? მათზე როგორ მოქმედებს აი ეს, რა ვიცი, მიმდინარე პროცესები, გარჩევები, დაპირისპირება, სალომე ზურაბიშვილის ენა მე მესმის რომ მითხარით და იმ განცხადებაში კი ამბობს რომ წინააღმდეგობის პლატფორმა არ დაშლილა და როცა დრო მოვა, შემდეგ ისევ აღდგებაო, მაგრამ როდესაც რაღაცნაირად ემიჯნება. რიანის ანუ ფაქტებს აღწერს იქ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ბოიკოტის კამპანიაში. მან შეგნებულად დაიჭირა რომ ბოიკოტიც მიუღებელია მისთვის. აუ, ეგეთი რამე თქვა, ანუ თვითონვე დადგა ისეთ ვითარებაში, სადაც რეალურად ლელოს დაუტოვა შესაძლებლობა, რომ მაგალითად ლელო 13-ში ძალიან ბევრი ხალხს რო დაინახავს. გადაიფიქროს, გამოვიდეს იმ არჩევნებიდან და აღდგეს პრეზიდენტის პლატფორმა. ანუ უშვებს მაგას სალომე ზურაბიშვილი, რომ შეიძლება ამ პლატფორმის სუბიექტები გონს მოეგონ და ისევ შედგეს ერთობა და ამ ერთობას შანსს უტოვებს, იმიტომ რომ ამას ხედავს გამარჯვების გზა. თქვენც გაქვთ ამის, ასე ვთქვათ. მე მგონია, რომ თუ ცვლილება დადგა სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქვეყნის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტი, მიიყვანს ქვეყანას არჩევნებამდე. და პლატფორმა შეიძენს მნიშვნელობას. კი, ამას ვხედავ ისევ მომავლის პროექტად. და ეს ბოიკოტის პროექტი იყო ერთადერთი ის, რომ 4 ოქტომბრამდე ერთმანეთთან კოორდინაციაში ყოფილიყავით და ძალის ვაკუუმი ჩვენ შეგვებსო და არა ხაზარაძეს და გახარიას. არა, ვიდრე ცვლილება დადგება და ცვლილებას მოიტანს ქუჩაში გამოსული ბევრი ხალხი, თქვენ უშვებთ იმის შესაძლებლობას და აი არ ვიცი 100%-დან რამდენი პროცენტია შანსი, რომ ლელომ დაინახოს ხალხის ძალა და უარი თქვას ადგილობრივ არჩევნებში, რომ ხალხის ძალას ვერ ხედავენ. თორე აბა მანდატები რატო დაყარეს თავის დროზე? იმიტომ რომ ხალხის ძალას ხედავდნენ და ხალხის ძალა მაიძულა, ხო? და ეხაც თუ დაინახავენ, ანუ მე მგონია რომ შესაძლებელია რომ გამართული პროცესია, აგერ შეთანხმებულები არიან კანდიდატებზე, მერობის კანდიდატი ყავთ, ვიცე-მერობის კანდიდატები ყავთ. მოიმძებნება იმისთვის, რატო არ უნდა შევიდნენ არჩევნებში, მით უმეტეს ანუ ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, იმ შემთხვევაში თუ ეს მომგებიანად ჩათვალეს მათთვის. ანუ არჩევნებში შესვლა თუ წარმოგებიანად ჩათვალეს. შეიძლება დამატებით მიზეზი გახდეს. რასაკვირველია, იმიტომ რომ შანსი არიან ეხა, ხო? იმიტომ რომ მათი პარტნიორია, მათთან არიან შეთანხმებაში და უცებ თან მით უმეტეს თვითონ ვერ შევა, ხო? ანუ რაღაც უნდა ქნან, რაღაც შეფასება უნდა მისცენ, ხო? ამ ყველაფერს და ნახოთ რა, მოკლედ შევხედოთ. ხო, 100-დან მიჩნია რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აი იმ 8 პარტიის პროექტის ფარგლებში რასაც ვაკეთებთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რეალურად ხელისუფლების ცვლილების გეგმა გვაქვს ჩვენ. აი იმ რეგისტრაციის პროექტით რასაც ვაკეთებთ. იმიტომ რომ სტიქიური პროცესი არსად არ წავა, ჩვენ ხედავთ რომ სტიქიური პროცესი მიდის, მოდის. ოღონდ ჩვენ პოლიტიკოსები ამას ვერ განსაზღვრავთ. აი იქ ხატია დეკანოიძე რასაც ამბობდა და რასაც არ ვეთანხმები და რომ მე არ ვიცი 4 ოქტომბერს რა მოხდებოდა. თუ არ იცი მაშინ რატო პირდებით, ხო? მაგის პარტია პირდება ხალხს, ხო? მაგათი სპიკერი ბურჭულაძე პირდება ხალხს, რომ 4-ში დაემხობა. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული ისევე როგორც ბოლო შანსი რომელიც სალამეზურაბიშვილმა დაუტოვა ლელოს. არა, ბოდიში, ეს ხალხი იქ რომ მოდის, ის ხალხი იმიტომ კი არ მოდის რომ სადღაც შევარდეს და ვინმე დაამხოს. ის ხალხი გამოდის მშვიდობიან პროტესტზე. შენ თუ რამე ორგანიზებული წინააღმდეგობის ან რაღაცა ვთქვათ მსგავსის გაწევა გინდა, შენ უნდა ყავდეს შენი ხალხი. და შენი ხალხი თუ ყავს მიშას ერთ ვივამედიდან ერთ მარშ მაინც მოუწყობდნენ და 20 მიშის წინ არ გეყოლებოდა ყველა სცენის უკან რომ მიშას ფოტოს აქნევენ რომ სადმე გამოჩნდნენ, ხო? რეალურად მაგათ თუ ყავთ თავისი ხალხი, ეს ხალხი უნდა ჩანდეს, ის ვეფხია კასტრადა, რასაც ეუბნებიან, უნდა ჩანდეს. ამას ეხა ჩვენ გვპირდებიან უბრალოდ სტიქის იმედად. ეხა რაღაცა ხვალს ხოშკაკალა სეტყვა მოვა და მიძინას თავში მოხვდება. აი დაახლოებით ეგეთ დაპირებას აკეთებენ და ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა. და ამ უპასუხისმგებლობას უნდა საზოგადოებამ გასცეს პასუხი, ხო? ანუ რეალურად ზუსტად ამიტომ არის ამ ხელახით ჩატეხილობა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის, რომ პოლიტიკური სპექტრი საბჭოთა იმედან მოყოლებული, ხო, რომ ხალხი, ქართველი ხალხი არის რაღაცა ბრბო, რომელიც მოვა და შენი ფეხის ნაბან წყალს დალევს, ხო, ცნობილია ეს ლიტერატურული ალუზია რო გამოვიყენო ამ ემეს. ასე ხედავენ, რომ დღეს ერთ საჭმევენ, ხვალ მეორეს, მერე იმას იზავენ და დასკვნა არ გამოაქვთ იმ პროცესიდან, რა პროცესმაც მათ თვალწინ ჩაიარა, როდესაც ქართველმა ხალხმა ოპოზიციაც უარყო. იქამდე ვიდრე ოპოზიცია სისტემურად არ გადაიტვირთება და სისტემური გადატვირთვა, იცით რას ნიშნავს ზუსტად ამ რეგისტრაციას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
ნაციონალური მოძრაობა იმ თავიდან არ მონაწილეობდა, როცა ნახეს, რომ 100 კაცზე მეტი ვერ დაირეგისტრირეს და ჩვენ ჩამოგრჩებოდნენ ფედერალისტებს 4-ჯერ. შერწყათ და გაიწიან, რომ ვითომ არ მოწონდა თუ რა იგახარია როგორც იძახის. ახლა დაახლოებით ეგრე, რომ ყახე იყო ის ყურძენი და ხარდამჭერების პროტესტის მონაწილეების, თორემ ხარდამჭერების ბაზა ჩვენ ცალკე გვაქვს. უბრალოდ ახლა ხარდამჭერი ბევრნაირია და პროტესტის მონაწილე ყველა არ არის. ყველა რო გახდება, გავიმარჯვებთ კიდეც, ხო? და ვინც მზად არის რომ მიიღოს, ანუ ჩვენ თუ შევძელით და სტიქიას დავახვედრეთ ორგანიზებული წინააღმდეგობა, დანარჩენმა პარტიებმა თუნდაც აი რაღაცა 20,000 ადამიანი თუ დავარეგისტრირეთ, რომელსაც მზად იქნება რომ ჩართული იყოს როტაციულად ორგანიზებულ წინააღმდეგობაში, შემდეგი სტიქიის შემდეგად რეჟიმის ცვლილება დადგება ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ამ 20,000 კაცს უკვე ეყოლება პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა რომ ვიღაცის სახელით ილაპარაკოს და ხაბეიშვილი არ ლაპარაკობს არავის სახელით ახლა. ხაბეიშვილი ლაპარაკობს სტიქიის იმედად და მე რა მოხდება, იცი ემა? რომ დადგებიან მაგათი სპიკერები და დაიწყებენ ქართული ხალხის ლანძღვას, რომ ყაზახეთმა აჯობა ქართულ ხალხს, რომ ბელარუსმა აჯობა. ანუ ნიჰილიზმს თესავენ ქართულ ხალხში, იმიტომ რომ თვითონ რაღაც დაპირებებს ისვრიან, რომლის ხერხემალიც თვითონ არ არიან. შენ თუ 20,000, 50,000 შენი ადამიანი ყავს, რომელიც შენ გენდობა, მაშინ შეგიძლია რომ 9 მილიონი ადამიანზე თქვა რომ მე წარუძღები და ეს 9 მილიონი გამოვა. მაგრამ როდესაც მიშასთვის ერთი მარში ვერ მოგიწყვია ვივამედიდან იმამდე და საზმაუს მარშზე ხვეწები რომ მიშა ახსენონ ეხა მე უკვე ეს არის ის გარდა ანუ რასაკვირველია რუსთაველის გამზირი 4 ოქტომბერსაც უნდა გადაიკეტოს ანუ არავინ იფიქროს რომ აქციის გამართვის წინააღმდეგი ვარ. მე ვარ ქართველი ხალხის მოლოდინების აბუჩა დაგდების და უპასუხისმგებლად მოქცევის წინააღმდეგი. იმიტომ რომ ეს ანგრევს იმ ნდობას, რაც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება. მათ შორის იმისთვის, რომ ქუჩაში გავუძღვოთ პროცესებს. მადლობა თამარ ჩერგოლეიშვილი, ფედერალისტების ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დაგიბრუნდებით 360 გრადუსით 4 შაბათს, მაგრამ ხვალად შევხვდებით ამ არხზე ერთმანეთს დღის 13 საათზე გადაცემაში საქმე.